ოკეი, სალამ მეგობრებო. დღევანდელი ლექციის თემა და პეიპერი არის mix-up-ი. ეს არის ტექნიკა აუგმენტაციის ერთგვარი ნორმალიზაცია კი არა და რა ჯანდება ქვია მაგას კაცო. სიტყვა დამოვიდა ღმერთო ჩემო. რეგულარიზაციის მექანიზმი. და გავulit დეტალებს სხვა რამდენიმე მეზობელ paper-საც განვიხილავთ და საბოლოო ჯამში მოკლედ წარმოდგენა გვექნება როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი რომ ჩვენი მოდელი over confident არ იქნება, კალიბრაცია და მეტნაკლებად დაცული ექნება და კალიბრაციასთან ერთად adversarial effect-ების შანსი დაიკლებს. სანამ მოდი გავაზიარებ ეკრანს და რაღაც ასე ისე ვიზავ, მაგრამ სანამ paper-ი აქ არის, ხო? ეს არის paper, კი ბატონო. სანამ დავიწყებ, მაინტერესებს რამდენმა წაიკითხეთ და თქვენი იმით რომ პროსტა რომ ხელი რო აწიოთ რამდენმა წაიკითხეთ პირველ რიგში. ოკეი. ოკეი. აი მოდი გიორგი შეგიძლია მაგალითად შენ მოკლედ მომიყვე შენი აზრით. თუნდაც რაღაცებში შეცდი, არა უშავს. თუნდაც ყველაფერს თქო, აი რა არის ამის მთავარი იდეა? რა დაინახე ამ paper-ის მთავარი იდეა? ანუ მე კი ვეცადი თვითონ რაღაც წავიკითხე, მაგრამ ზუსტად მართლა ვერ მივხვდი აქ. კი. აი რაც გაიგე რაზე არის ეგ რომ მოყვე ორი სიტყვით. აი მართლა ვერ მივხვდი, თვითონ აქ ტერმინები რაც ნიშნავდა, რაღაცების დასაჭრა ვეცადე, მაგრამ ეხლა ძალიან ზოგადად რო ვთქვა, ეს ხერხი ამჯობესებს თვითონ მოდელს უფრო უკეთესად ათრინებს, მაგრამ ეს ეხლა ხო რა თქმა უნდა ძალიან ზოგადია. ხო, რაღაცნაირად გარდაქმნის სატრენინგო მონაცემებს ისე გარდაქმნი, რომ საბოლოო ჯამში ტრენინგი გამოვიდეს უფრო სტაბილური, უფრო კარგი და უფრო ხარისხიანი, ასე ვთქვათ, ხო, ძალიან high level-ზე. კი ბატონო, მადლობა გიორგი. ნიკოლოზ, შენ რა სიტყვი? შენ როგორ დაინახე ეს paper-ი? თავარი იდეა რა არის paper-ის? ზოგადად თვითონ როგორც შენახსენე რა რაღაც ფიჩერებს ვამატებთ იმისათვის რომ კარგად მოხდეს თვითონ მოდელის მიერ იმის გაანალიზება, მაგრამ მთელი იდეა რაც თვითონ ამ paper-ის არის ის არის რომ ხშირ შემთხვევაში მოდელი ინტერპოლაციას უკეთებს მონაცემებს თვითონ რა და მაგისთვის ვამატებთ ისეთ მონაცემებს რომ ნაწილობრივ ესეთი ის არ მოხდეს. და mix-up-ის პრობლემა ეგ არის. ინტერპოლაცია რა არის? ინტერპოლაცია თვითონ რაღაც წერტილების მიხედვით გრაფიკის დამთხოვა, curve-fitting-ის მეთოდი არის, რომ გარკვეულ წერტილებზე დაემთხვას მაქსიმალურად ოპტიმალურად რაღაც წრფე არა, მაგრამ ფუნქცია რა. მეც სხვანაირად ვიტყოდი, ეხლა მაგას ინტერპოლაცია პროსტა რა შენ თქვი? გისმენ გიგი? ინტერპოლაცია პროსტა ორ წერტილს შორის რო ერთი წერტილი ავიღოთ, აი კაინენში რო აქვს ეგეც. TV ტრანსფორმაციის კონკრეტული სახე არის, როცა იცი რომ ორივეს პარამეტრი არის ჯამში 1, ხო? ჯამში 1-ია, მაგათი ჯამი არის 1. და კონკრეტული სახის TV ტრანსფორმაცია, რომელიც ხო ორ წერტილს შორის იმ ხაზზე ტოვებს. იგივე ხაზზე რჩება ტრანსფორმაციის მერე ერთ წერტილი, ხო? ხო. ხო, მათემატიკური ტრანსფორმაცია დღის ბოლოს, რა ჩვენ თქვი ნიკოლოზ მაგას ფიქრი უნდა. ბოლომდე ვერ წამოგხევი, შეიძლება სწორი რამე თქვი, იმიტომ ფიტინგი ბოლომდე ვერ გავიგე რატო არის. ხო. შეიძლება რაღაც სხვა ტერმინში აურიე, ან სწორად აღნიშნე, პროსტა ხო, ასე ერთშეხედით ვერ დავიჭირე კავშირი რა. ოკეი. თავარი მუღამი რა არის? მოდი ძალიან შინაურულად რო ვილაპარაკოთ, მათემატიკებს გავარშოთ ყველაფერს, მაგრამ შინაურად აგვიგოთ რა. ზოგადად მოდელის კალიბრაცია რა არის, ვიცით? აი machine learning-ში კალიბრაცია რას ნიშნავს, ვიცით? ალბათობის კალიბრაცია გავიარეთ თვითონ. ხო, და რა არის? შენ რო ამბობ რომ 80%-იანი სიზუსტით გონია რომ რაღაცა არის
კლას A-ს წარმომადგენელი საბოლოო ჯამში რამდენ პროცენტ შემთხვევაში ხარ მართალი. თუ შენ 80% შემთხვევაში ხარ მართალი, საბოლოო ჯამში შენ რო ამბობ 80% იგონია მართლა და როცა ამბობ 80%-იანი ალბათობით როცა ამბობ, მაგ მდგომარეობაში 80% შემთხვევაში მართალი ხარ, ესე იგი მოდელი არის კალიბრირებული. თუ შენ ამბობ 80%-იანი ალბათობით, რომ აი ეს არ 99%-იანი ალბათობით, ანუ შენი ლოჯიკის მე softmax-იან რაღაცაში რო გავა რა, დავაჭა ალბათობა დრო გადაკეთდება. თუ მაგას ამბობ რომ არის 99% და მე როცა მაგას ამბობ, მაქედან 60% შემთხვევაში ხარ მართალი, ეგ ნიშნავს რომ მოდელი კალიბრირებული არ არის. ეგ არის კალიბრაცია. აი ვიქნები გამიკაი ფოტო ნახოთ, რომ ვიზუალურად განახოთ ეგ ყველაფერი. ხო, აი ეს რა, როცა ამბობ რომ რაღაცა model confidence 80%-იანია, ამასობაში რამდენ შემთხვევაშია ამ დროს ნამდვილი ეკურესი რა არის. ხდები? ამ მდგომარეობაში. და მოდელის კალიბრაცია არის, რაღაც ესე უნდა იზრდებოდა. მოდელის კალიბრაცია თუ კალიბრებული მოდელია, მეტაკლებად ემთხვეოდეს ამ განაწილებას რა. ნუ ეხლა სხვადასხვანაირი განაწილებაა ხა რა თქმა უნდა, სინამდვილეში და ნუ შენი მიზანი როცა მოდელის კალიბრაციას აკეთებ, არის რომ მაგ კურს დაამთხვიო რა, მაგის ფიტინგი გააკეთო. რატო მოდელის კალიბრაცია მნიშვნელოვანი? ამა ეხლა თუ ის რა არის კალიბრაცია, რატოა მნიშვნელოვანი, როცა ვამბობ 80% შემთხვევაში არის როცა ვამბობ 80%-იანი კონფიდენსი გვაქვს, მართლა 80%-იანი სიზუსტე როცა გვაქვს. რატოა ეს მნიშვნელოვანი? რატოა ეს საინტერესო? იდეები გამოუშვით კაცო, თუნდაც არასწორი, ეხა რაც გაქვთ. გისმენ გიორგი? ანუ საერთოდ როდესაც მოდელი კალიბრირებული არა, ანუ ჩვენ მაგალითად თუ outputs ყრდნობით შეიძლება ანუ over confident იყოს რაღაც საკითხში, როდესაც რაღაც საკითხებში პირიქით იყოს და მაგიტომ არასწორი output-ი გამოიტანოს. ხო, კი ბატონო, ეგ არის თქვენ განსაზღვრება ცხადად, რომ ხო, თუ შენ კალიბრირებული მოდელი არ გაქვს, ესე იგი ან გაქვს over confident, არ under confident მოდელი, და neuron-ქსელებს ახასიათებთ over confidence-ი. Over confidence-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, რომ noise-ის მიმართ არიან მაგარის რა ქვია მაგას? სენსიტიურები. ეს ეხა რას ნიშნავს? აი აქ მაგალითად, აი ეს წარმოვიდგინეთ ეგეთი learning curve-ია რა. learning curve კი არა და decision boundary არის ეგეთი, რომ ანუ გაქვს რაღაცა ეს წერტილები და მწვანე წერტილები. და ნუ ახლა ამ მოდელს მოკლედ გონი, ან მოდელს რო დასვა ეს ლურჯი გაფერადება არის, რომ ნუ რაც ლურჯია, იქ მაღალი ანუ რაც უფრო მუქი ლურჯია, მით უფრო მაღალი ალბათობით გონია მწვანე წერტილი. ესე შეხედეთ რა, აზრობრივად. და როცა ჩვეულებრივად ჩვენებურად ვატრენინგებთ, ხშირ შემთხვევაში თუ რაღაცა რეგულარიზაციები და რაღაცები არ დავამატეთ ზემოდან, შენ იღებ რომ აი აქ როცა ხარ, უკვე უეჭველი მწვანე ხარ. რაც ბიჭო, კაცმა რო თქვას არ არის სიმართლე, ხო? ანუ აქ ამათ შორის სივრცე არის და ეგეთი confident არ უნდა იყო, რომ აქ მწვანეა. მით უმეტეს აი ამ წერტილში, ხო, რაღაც აი ამ წერტილში, ხო? უფრო ამ სტაფილოსფერთან ხარ ახლოს, ხო? რატომ მიდიხარ იმისკენ, ეგეთი მაღალი confidence-ით, ხო? აი ეს წერტილი და ეს წერტილი რამ გაყო? ხო? და მაგის ეს არის over confident ხარ და ამ მომენტში შენ მოკლედ მაგრად გონია და ძალიან ისეთი decision boundary გაქვს, მაგარი მკაცრი. და არასმუზი ასე თქვათ რა. და ამ შემთხვევაში გაქვს სიტუაცია, რომ ნახე, როცა mix-up-ის ტრენინგის მე როგორც ხდება, არის რომ აქ თუ ხარ, ეგეთი დაწოლებული არ ხარ. რაც უფრო მიდიხარ, იქით უფრო სხვანაირად არის. ანუ ეს decision boundary არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ ეს decision boundary შენ გეხმარება, ესეთი smooth decision boundary, რომ შენ adversarial ატაკები არ გქონდეს. ხო. ხო, ანუ ამით რისი თქმა მინდა რა. რომ აი მაგალითად კიდე არის ეგეთი adversarial ატაკები რა. ეს adversarial ატაკები, აი თქვენ რომ მოგესმინათ, არ ვიცი მოვშვენ თუ არა, როცა იქ ვიყავით. თქვენ რომ უმეტესობა რომ იყავით იმ ჰაკათონზე, მან მქონდა თოლკი adversarial ატაკებზე. და პრინციპში რაღაცას უცებ ვიპოვი. მაგ adversarial ატაკის იმას რა. უცებ განახევთ რაღაცებს რა.
ეგეთი ძალიან ბევრი ატაკი არსებობს, რომელიც იმის გამო რომ მოდელს აქვს მაგარი უცნაური decision boundary რაღაცებს ურევს. მაგალითად არის ეგეთი 1 pixel ატაკი cipher dataset-ზე, რომელსაც 1 pixels ურცვლი RGB values და horse-ზე ათქმევენ რომ frog-ი არის 99.9%. ოღონდ აქ ეს target-ი არ არის რა. ანუ იმენა კი არ გინდა რომ frog-ი ათქმევინო, პროსტა არასწორად ალეიბლებინებ. ეს არის მაგის კარგი მაგალითი. როცა შენ 1 pixels ცვლი, ანუ adversary attack-ს აკეთებ, ანუ adversary attack-ი არის რომ input-ს რაღაც ჭკვიანურად, რაღაც მიზნობრივად ცვლი, რაღაცა ლოგით ცვლი, ისე და მოდელს ურევ ადამიანისთვის არაფერი არ იცვლება და მოლოდინი გაქვს რომ მოდელისთვისაც არაფერი უნდა შეიცვალოს, მაგრამ რეალობაში მოდელი შტერდება და დებილოებს პასუხობს რა. მაგისი კიდევ უფრო მაგარი მაგალითი არის LF-ს უმავწება სახელი რა ქვია? FGSM-ი, Fast Gradient Sign მეთოდი. რომლის მუღამეც ნახე რა არის? images რაც შეკავს რა. მაგასაც უწერ require grad უდრის truth გაატარებ მოდელში, რაღაც ResNet-ში აზრი აქვს, რაღაც მოდელში გაატარებ. ბოლოში ხო gradients გამოთვლი. ანუ რა გაქვს შენი პასუხები და მაგალითად გინდა რომ გიბონი ათქმევინო. და სწორ პასუხად იტყვი რომ სწორი პასუხი არის გიბონი, ანუ one hot encodings თუ როგორც არის იმპლემენტირებული. მაგით აიგებ რომ სწორი პასუხი არის გიბონი. მაგ გიბონზე ადგები შენ და gradients დათვლი, ანუ loss ფუნქციას დათვლი და საბოლოო ჯამში gradients გამოვათვლევინებ მაგ loss ფუნქციით რომ პანდაზე უნდა გეთქვა გიბონი. და ეს gradient-ი ხო წამოვა და ეს gradient-ი ხო თითოეულ pixel-ზეც გამოვა, იმიტომ რომ requires grad უდრის true გიწერია ამაზე. და ესეც ხო გამოთვლითი გრაფის წერტილი იჩითება პანდა. და ამ იღებ ამ gradients და ცოტათი უმატებ. 0.0 ანუ შეიძლება რომ gradient descent-ს აკეთებ რა, ოღონდ extend-ს აკეთებ აქ უმატებ ამ gradients. ანუ მაგისკენ მიდიხარ რომ რაც შეიძლება მაგის loss-ისკენ მიდიხარ, რაც შეიძლება კონდეს. და ამას რო უმატებ გეუბნება 99.3% არის გიბონი. ანუ ეს ფოტო ამ ფოტოს არ უდრის. ეს ფოტო არის ამ ფოტოს დამატებული 0.07 ჯერ ეს gradienti, რომელიც noisy-ია. მაგრამ მოდელი, რომელიც state of the art-ად ითვლებოდა კარგ ხნის განმავლობაში, გეუბნება რომ გიბონია. ეს არის adversary attack-ები და შეიძლება ვაფშე შავი წერტილებიდან დაიწყო და ამ შავ წერტილზე ათქმევინო რომ გინდა რომ რაღაცა თავიდან ქონდა რაღაცა paper towel-ი ეგონა 4.77%-ით და გამოთვალო gradient უკან წამოხვიდე და უცებ ათქმევინო რომ არის 16%. კიდე ეგრე რომ დაამატებ რაღაც მომენტში 70%-ამდე ახვალ. და ათქმევინებ რომ ვაფშე ის არის რა. არა ისევ შავი წერტილია. და მაგარ მოდელს აჩვენებინებ რომ paper towel-ია სიტყვაზე. და ეგ არის იმიტომ რომ რაღაც ამის ერთ-ერთი მიზეზი არის რომ ეს მოდელები როცა ტრენინგდებოდა არაფერ რეგულარიზაციები კი იყო, მაგრამ არაფერი ანუ მაგათი decision boundary არ არის smooth-ი. მაგათი decision boundary არის ძალიან მკაცრი და შენ თუ ადგები და სად იყო ის სადაც განახებდით ფოტოს ხო? ეს რა შუაშია კაცო. სად იყო ეს ფოტო კაცო? ხო. და აქ თუ ადგები და ამ წერტილიდან ცოტა აქეთ წამოიყვანო, ამ წერტილს აიღებ. და ცოტას დაუმატებ ისე რომ აქეთ წამოხვიდე. აქ მაგარი confidence-ით იტყვის რაღაცას. ანუ ხვდებით იდეას რატო არის კალიბრაცია მნიშვნელოვანი და ეს over confidence-ი რომ და ეს decision boundary რომ იყოს უფრო მეტად smooth და ნაკლებად რაღაცა ქაოტური და რაღაც უცნაური ფორმებით, ხო? იმიტომ რომ ერთი რომ adversary attack-ებისკენაა პრობლემა და მეორე ესო noise-ის მიმართ არის პრობლემული და მაგიტოა რომ ჩვეულებრივ ტრენინგს აქვს overfit-ის საშიშროება. ეს overconfidence-ი არის ერთ-ერთი overfit-ის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი, ხო? რამდენად გასაგებია so far რაღაცა ინტუიცია? დიახელენე. თუ უბრალოდ აიწეს რომ გასაგებია ხელი. ხო, ანუ მე ცოტა გავიგე რა, მაგრამ აი ცოტა უცებრო თქვათ, ანუ რა არის რა, თორე დავიბენი გზად. რა გავიმეორო? ანუ რატო არის კალიბრაცია მნიშვნელოვანი? კალიბრაცია არის მნიშვნელოვანი, რომ ეს adversary attack-ები არ მოხდეს. რაც წეგარ მოგიყევით.
და კალიბრაცია, ანუ ერთ-ერთი ბრძოლა Edwards-ან ეტეკების მიმართ არის, რომ მოდელი იყოს მოდელს ქონდეს სწორი კალიბრაცია და ზოგადად მარტო კალიბრაციაზე არ ვსაუბრობდი აქ, ანუ ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო სწორი decision boundary ქონდეს და არ იყოს ზედმეტად confident ის ადგილებს, სადაც არ უნდა იყოს. უფრო ანუ მაგით არ ეს რეგულარიზაციები მნიშვნელოვანი რა, რომ შენ რაღაც არასწორ ფიჩერებს არ დააკვირდე, ანუ არ ქონდეს რაღაც ისეთი რისი exploitation-იც შემდეგ შეიძლება bad actors. ოღონდ ხა ეს მარტო იმაზე არ არის რა, რომ მარტო ვიღაცა შეიძლება ჩვენ მოდელს რაღაც ცუდი გააკეთებინოს, მარტო მაგაზე არ არის რა ეს. ზოგადად ეს ნიშნავს იმას, რომ ესეთი ფოტო რომ ესეთი ხოშება 5 პიქსელები ქონდეს, ანუ სხვანაირი გადაღებული ფოტო იყოს უბრალოდ. ანუ ჩვენთვის იგივეა, მოდელს რატო არ უნდა იყოს იგივე. ანუ მაგაზია საუბარი რა. კი ბატონო. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ხა დავიწყოთ მსჯელობა. მოდი ჯერ ავიღოთ ეგეთი მნიშვნელოვანი განსაზღვრება, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად თქვენ ვცდილობთ თქვენი ტრენინგის მეთოდით ჩვეულებრივ რაღაცა loss ფუნქციის განსაზღვრებითაც ჩვენ გვაქვს ნამდვილი x-ი და ნამდვილი y-ი. ამაცა მაგაზე კარგი ისიც ეწერა სადღაც, ხო? მგონი აი აქ ეწერა, ამაცა. ხო, აი აქ. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ისეთ სამყაროში, სადაც ჩვენი მიზანია, რომ სადაც რაღაცა ყველაფერი არის რაღაცა ყველა მონაცემი არის რაღაცა განაწილებისგან დასემფლილი, ხო? ეს შეიძლება იყოს ლამაზი განაწილება, უშნო განაწილება და ჩვენ რაღაც ხრივ ვცდილობთ, რომ მაგ განაწილების მოდელირება მოვახდინოთ, ხო, რაღაც ხრივ. ანუ ვისწავლოთ ეგ განაწილება რაღაც ხრივ. ან უბრალოდ ვისწავლოთ ფუნქცია, რომელიც მაგ განაწილებით მიერ დასემფლილი წერტილებს შორის ურთიერთობას ისწავლის. ანუ ჩვენ გვაქვს LFX-ი, რაღაცა loss ფუნქცია, ან ჩვენი რისკი, ასე ვთქვათ, expected რისკი, ანუ expected loss ფუნქცია, ასე ვთქვათ, არის ჩვენი წინასწარ განსაზღვრული რაღაცა loss ფუნქცია, რომელიც ჩვენ მიერ მოფიქრებულ fx, ანუ ფუნქციას და y-ს შორის ხო, მაგისი expected რისკია მოკლედ რა. იმის პირობაში რომ მოკლედ ჩვენ გვაქვს ეს ამ განაწილებით დასემფლილი. მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ როგორც ვაკეთებთ მოდელირებას ჩვენი ამოცანის მოდელირებას როგორც ვაკეთებთ, არის რომ ჩვენ ეს განაწილება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მაგ განაწილებისგან დასემფლილი რაღაცა სემპლი, ხო, ტრენინგ დატა. რაღაც x-y-ების წყვილი, რომელიც პედან არის დასემფლილი. და ჩვენ ის არის, ჩვენ შეიძლება ამის ეპროქსიმაცია გავაკეთოთ ამ p-ს, მაგრამ დღის ბოლოს ჩვენი ამ ჩვეულებრივი ტრენინგის პროცესი, როცა loss ფუნქციას განსაზღვრავთ, გრადიენტს გამოვთვლით, რაღაცებს ვიზავთ, ხო? მაგ მომენტში ჩვენ აბსოლუტურად ვეყრდნობით ამ ტრენინგ მონაცემებს. ანუ ჩვენ შეიძლება რაღაც არქიტექტურული მექანიზმები მოვიფიქროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ტრენინგის პროცესი 100% დამოკიდებული არის ჩვენს სატრენინგო მონაცემებზე. ამას წერენ ეს აქ მათემატიკურად, ახლა ვცდილობ რომ ძალიან ისე ჩავშალო რა, ანუ ძალიან მათემატიკაში არ ჩავიდე და უბრალოდ ზოგადად ვილაპარაკოთ რა. და საბოლოო ჯამში ჩვენ გადავდივართ, ანუ გამოვიცოთ ჩვენი we can now approximate the expected risk by empirical risk. ანუ ემპირიული რისკი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ მთლიან ამ პეთი კი აღარ ვაკეთებთ მოდელირებას. ჩვენ უკვე არსებული დატათი ვაკეთებთ მოდელირებას და აქ ნახე, ანუ ზოგადი fx-y კი აღარ გვაქვს. არამედ გვაქვს კონკრეტული ეს ანუ ყველა განაწილების მიხედვით კი აღარ გვაქვს. არამედ გვაქვს კონკრეტული x-y-ები. და ანუ ამას შეგვიძლია დავარქვათ ემპირიული რისკი. ემპირიული, იმიტომ რომ მოცემული იქიდან, ხო? მოცემული მონაცემებიდან არის საუბარი. და ჩვენ პროცესს, ანუ ამ learning-ის პროცესს, ან ამ loss-ის შემცირების პროცესს შეგვიძლია დავარქვათ empirical risk minimization. მათემატიკური ტერმინი დავარქვათ. ეხლა ეს არაფერს არ გვაძლევს, ანუ ეხლა რაც ვილაპარაკე, არაფრით გამორჩეული ინფორმაცია თქვენს არ მომიწია, უბრალოდ რაღაცებს სახელები დავარქვით. და უბრალოდ გაგააზრებინეთ, რომ იდეაში თქვენ გინდათ, რომ ზოგადად მაგ
ამოცანის განაწილება ისწავლოთ, ხო, ზოგადად, რომ აი რა ლოგიკით არის x y-თან დაკავშირებული. ყველა ზოგადად განაწილების მიხედვით. მაგრამ მაგას აკეთებ იმ მონაცემებით, რაც გაქვს, ხო? სხვა მონაცემებზე სხვანაირად აკეთებ. თუნდაც იგივე task-ი იყოს. სხვადასხვა subsample რო აიღო, სხვადასხვა სიტუაციაში ხარ, ხო? ამიტომაც მოკლედ განმარტებით არის და უბრალოდ სახელები დავარქვით ამ ყველაფერს და უბრალოდ იმაზე ვისაუბრეთ, რომ მონაცემებზეა ყველაფერი დამოკიდებული დღის ბოლოს. და ხო. და ეხლა რას ამბობს ჩვენი მოიცეთ, კარგი იდეა მაქვს, მოიცა? მაგში ხო, არ მოიცა. პირდაპირ იმით ვერ გავხსნი პრევიუთი, მოიცა? პრევიუთი რო გავხსნო უკეთესი იქნება, რომ იქ ფულს რაღაცებს დავაწერ ზედ. აქ შემიძლია დაწერა? ხო, შემიძლია პრინციპში. ნახე, ანუ ხო. ნახე, ჩვენ შემთხვევაში სატრენინგო მონაცემები გვაქვს როგორ? სადღაც გვაქვს რაღაცა x1, ხო? რომელიც არის რაღაცა კლასის წარმომადგენელი და იგივე კლასის წარმომადგენელი სადღაც გვაქვს x2. და ჩვენი ჩვეულებრივი კლასიფიკაციის მოდელები, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ამ ემპირიული რისკ, არ მარტო კლასიფიკაცია, ნუ აქ თქოს კლასიფიკაცია. ამ ემპირიული რისკის მინიმიზაციის პრინციპით, რა. ესენი რაღაცნაირად მოკლედ აქ რაღაცა decision boundary-ებს სწავლობენ, ხო, რა, აი ეს და ეს არიან ერთი კლასი, აქ არის რაღაცა მეორე კლასი, აქ არის მესამე კლასი, შუაში არის კიდე მეორე კლასი და რაღაც ეგეთ რაღაცებს სწავლობენ, ხო? მაგრამ აქ ვამბობთ ეგეთ რაღაცას ამ ტრენინგში, რომ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ამათ შორის არის უამრავი წერტილი. x1 და x2 შორის თუნდაც სხვა კლასები იყოს, თუნდაც არ იყოს ერთ და იგივე კლასი. ამათ შორის არის უამრავი წერტილი. და ამ უამრავ წერტილზე ჩვენ მაგაზე სატრენინგო დატა არ გვაქვს. და ამ ემპირიული რისკის მინიმიზაციის, ამ ჩვეულებრივი ტრენინგის პროცესის დროს ხშირად იმიტომ ხდება, რომ ეს მოდელი იზეპირებს რაღაცას და არ ანზოგადებს, იმიტომ რომ მონაცემები რაც აქვს, ზოგჯერ არის რაღაც ძალიან ცალსახად გამოყოფილი და მაგათ შორის სახად გამოყოფილი კი არა, ანუ ისეთეთ რომ მაგათ შორის ბევრი წერტილია, რომელიც საინტერესოა, შენ ანუ დატაში არ გამოკვლეული და მე სამაგ დატის დისტრიბუციის გარეთ არის სატესტო მონაცემები. და მოდელი ვეღარ აზოგადებს ამ ინფორმაციას. ამიტომაც აქ შემოდის ეგეთი იდეა წრფივი ინტერპოლაციის, რომ მოდი ავდგეთ, ავიღოთ x1, ავიღოთ x2 და ამათ შორისაც განვიხილოთ წერტილები. ეს რას ნიშნავს? რომ რაღაცა ლამბდა ავიღოთ, როგორ ავიღოთ ცოტა ხანში ვიტყვით, x რაღაცა x-იური და x-ჟიური, x1 და x2 სიმარტივისთვის. x1 გავამრავოთ ლამბდაზე, x2 გავამრავოთ 1 - ლამბდაზე. ოღონდ ეს ლამბდა იყოს 0-დან 1-მდე, რომ ისევ იგივე ფარგლებში დარჩე რა. ანუ ეს იყოს 0.3-ჯერ x1, 0.7-ჯერ x2. და ანალოგიურად გადავიყვანოთ y-იც. და y-ზეც ვთქვათ, რომ ჩვენ აქ softmax, აქ ხო ვახოთ ეკოდინგები გვაქვს. ანუ გვაქვს 1 0 0 1, ხო, რაღაც ეგეთები რა. და ეს იყოს რომ 0.3-ჯერ კატა იყოს, 0.7-ჯერ ძაღლი იყოს. თქვათ ფოტოები რო აიღო რა. და აი მაგალითად მაგის ყველაზე ცნობილი ფოტოები რო აიღო, არის რაღაცა ასეთი რა. ანუ გააქვს x-ი, რომელიც არის კატის ფოტო. გააქვს y-ი, რომელიც არის ძაღლის ფოტო და ლეიბლები გააქვს, ვახოთ ლეიბლები, ხო? გააქვს 1 0 0 1. აკეთებ ამათ პირდაპირ ერთმანეთზე გადაფარვას, იმენა პლუს აკეთებ, ხო, აი როგორც აქ არის. ამას იღებ სიტყვაზე 0.7-ჯერ, ამას იღებ 0.3-ჯერ. იღებ ასეთ ფოტოს და მოდელს ეუბნები, რომ ამაზე შენ ისევ კროს-ენტროპილოს გამოიყენებ, ოღონდ კროს-ენტროპიაში როგორ არის, ხო, იქ შენ prediction-ჯერ იმას ამრავლებ, ხო? შენ prediction-ჯერ ნაღდ პასუხს ამრავლებ. და ნაღდ პასუხები 1-დან 0-ები გაქვს ხოლმე ტრენინგის პროცესში. ახლა გაქვს 0.7 და 0.3. ანუ მოდელს იმას ასწავლი, რომ ამაზე 0.7-ით კატა უნდა თქვა და 0.3-ით ძაღლი. ანუ უფრო მნიშვნელოვან რაღაცას ასწავლი რაღაც ხრივ რა.
აი როგორც რაღაც ხა ცოტათი სხვაგანაირი თემა, ძალიან კავშირში არ არის, მაგრამ დაახლოებით რო გავავლოთ პარალელი არის იმაზე, knowledge distillation-ზე, ხო? სადაც teacher მოდელისგან სწავლობ. teacher მოდელში ხო რატო არის კარგი? იმიტომ dense output-ი გაქვს ზოგადად რა. რომ 1-0-დან სწავლა უფრო ისეთი ფიდბექია, ვიდრე ამის მაგათ რაღაც ზაღლზე რო ამობს, რომ გელი შეიძლება იყოს რაღაც ალბათობით. ეგ რომ მოდელს გონია, მაგაზეც რომ თავის ლოს იღებს, ეგ საკმაოდ ისეთი კარგი ფიდბექია. ხო, და მოკლედ აი ამ პროცედურით ხდება მონაცემების გაკეთება და ამ მონაცემებზე ატრენინგება. ხო, ანუ სიფრეს ფაქტობრივად გარდა იმის, რომ იმის მაგალითად რომ კონდეს x1 და x2, გააქვს ახლა x1 x2-ის კომბინაცია, რომელიც არის მოკლედ რომელიც არის ასეთ ფორმის, y-საც იგივე ტრანსფორმაციას უკეთებ და საბოლოო ჯამში იღებ ახალ ფოტოს, რომელიც არის აუგმენტირებული რაღაც ხრივ, ხო, ამათი კომბინაციაა და პასუხები აქვს 0.7 და 0.3. და ეს გეხმარება რომ შენი decision boundary იყოს უფრო smooth. იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი, რაღაც წერტილები, ეს არის რაღაც წერტილები, ეს არის ისეთი ფოტო, რომელიც ნამდვილად 0.7-ით არის ძაღლი 0.3-ით არის კატა. და ეს ინფორმაცია და ამაზე ნასწავლი ინფორმაცია არის რევოლუციური რაღაც, რომ ამან ძალიან მოუმატა ტრენინგის ხარისხს. ვინც ფერფერი წაიკითხეთ, აბა უცებ პატარა ქვის კითხვა. ანუ რაზე ატრენინგებ? მხოლოდ ამ მონაცემებზე ატრენინგებ? თუ ამ მონაცემებზეც და ამაზეც ატრენინგებ? ანუ საბოლოო ჯამში მოდელში ტრენინგის დროს რა დატა შედის? მარტო mix-up-ი თუ mix-up-ი და ორიგინალი დატაც? ვინც ფერფერი წაიკითხეთ, თუ გახსოვთ? მხოლოდ mix-ზე ვაკეთებთ. კი ბატონო. თუ სწორად ციფარზე კი, ანუ naively აკეთებ ამას და უკეთესი არის. არის იქ რაღაც approach-ები, არის ახლა მან ფერფერში არ მაგრამ ჩემით მოვიძე და არის რაღაცა ცდელობები, რომ სხვადასხვა ლოგიკით ქნა რა ეგ ყველაფერი. რანდომად არ არჩიო რა. მარტო ესენი არ აიღო, რაღაც კომბინაციებიც აიღო იქიდან, მაგრამ უფრო ეფექტური არ არის. ეს უფრო ეფექტური არის. კარგი, აბა მაშინ უცებ მეორე კითხვა. ეს კატა და ეს ზაღლი როგორ ავარჩიეთ? აი იმენა ეს კატა და იმენა ეს ზაღლი და ეს ერთგვარი კლასი და რაღაცები როგორ ავარჩიეთ? რანდომად ავარჩიეთ, ლოგიკით ავარჩიეთ, შეიძლება ერთგვარი კლასი იყოს თუ არა, ეგ ლოგიკა გვიწერია რომ ერთგვარი კლასიდან არ იყვნენ, აუცილებლად სხვა კლასებიდან იყვნენ. შეიძლება ერთგვარი ფოტო არა, უეჭველი ორი სხვადასხვა ფოტო უნდა იყოს და ასე შემდეგ რა. აი, მაგ რაღაცებზე რა ის გვაქვს? რა წერია paper-ში? მაგდენი არ მახსოვს, მაგრამ წესით იგივე კლასი რო იყოს, ალბათ არ გვაწყობს. იმიტომ რომ ანუ უბრალოდ 0 იქნება მეორე კლასისთვის. მეორე კლასთან რეფერენსი საერთოდ არ იქნება და თავის კლასთან ხო ვერ გააკეთებ იმას თვითონ რა mix-up value-ებს რა y-ისთვის. y-ისთვის არა, მაგრამ x-ი ხო შეიცვლება, ცოტა სხვანაირი იქნება, ორი კატის ფოტოს შეჯვარება იქნება. ნუ ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში კლასიფიკაციაა ჩვენი მიზანი და არა რაღაცა უფრო განზოგადება იმის რა ერთი კლასი. მესმის ლოგიკა, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ სულ არანდომებ. ვაფშე ერთგვარი ფოტო მოუწიოს ორჯერ. უბრალოდ ცხად ეგეთი რაღაცები ცოტაჯერ მოხდება. მაგრამ ნუ მასე რომ არანდომებ, ეგ იწვევს იმას, რომ ხო, ანუ მოსულა, სამაგეროდ ხო, გასაგებია რომ ამის თავარი მუღამე რომ y-ით შეიცვალოს. მაგრამ იმპლემენტაციაში არაფერი შავდება, თუ ანუ არ გაართულებ რაღაცა ლოგიკებს არ დაწერ და მხოლოდ იგივე კლასთან და ეგ მე რაღაც დამატებით overheads იწვევ ტრენინგის პროცესში. მაგის იმპლემენტაციას არ ართულებ, პირდაპირ დგები და პროსტა იმას აკეთებ. სემპლავ რანდომად და მოხდეს ერთგვარი კლასი, ორი კატი იქნება, იქ რომ იგივე ჩოლებრივი ფოტოს აუგმენტაცია გამოვა, ხო, ორ ფოტოს შეაჯვარებ და მეუბნება მივხვდი რომ კატა არის, რაც ასევე კარგი არის ზოგადად, ხო, აუგმენტაციით სწავლება. ხო, მაგრამ ნუ დიდი ეფექტი არ ექნება, იმიტომ რომ მაინც რამდენჯერ მოხდება ეგეთი, ბევრჯერ არ მოხდება, ხო? ხო, ბევრჯერ არ მოხდება და მაგიტო დიდი მნიშვნელობა. ხო, ანუ და იმპლემენტაციაში შენ რო დაწერო მაგისი კოდი რომ აი ეგ კლასი არ იყოს, ეგ ძალიან დამატებით computational overheads მოგცემს. და ამათი მიზანიც არის, რომ კოდს რო ნახავ ძალიან მარტივად ჯდება შიგნით რა. ანუ შენი როგორ თქვათ?
ანუ შენი მიზანია რომ კარგად ანუ მარტივად ჩაინტეგრირო უკვე ტრენინგ ლუპში რა. არაფერი არ გაართულო ძალიან. ერთ-ერთი მიზანი ეგეც გაქვს. და კარგად აკეთებ, რომ ზოგი იმ აუგმენტაციებს ბევრად უფრო რთული computational overhead-ი ემატება, ხო? რო აიღო და მობრუნება და რაღაცები ეგეთი მილიონი რო გააკეთო, მაგას ძალიან ბევრი ის ემატება, ხო? ან ძალიან ბევრი computational overhead-ი ემატება, იმიტომ რომ რაღაც ბევრი უნდა გააკეთო ეგეთი ტრენინგი. აქ просто უმატებ, რაღაცაზე ამრავლებ და უმატებ. დიდად არაფერი არ გემატება computation-ის ხრივ რა. დიახ, გიორგი. ანუ ასეთი რაღაც უფრო ოპტიმალური არ იქნება, ანუ ჩვენ ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ ანუ ჯერ თავიდან რანდომული სურათით რომ ანუ ჯერ უბრალოდ დავატრენოთ მოდელი, ანუ ეს შეიძლება მიქსაპი ვიყავ, შეიძლება არა, ანუ უფრო ვიძახი, ანუ ეს უფრო არ გააუმჯობესებს, ანუ ჯერ დავატრენოთ მოდელი და შემდეგ ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ ანუ რანდომული სურათი, ანუ რანდომული პიქსელებით თავიყოს სურათი, ცოტა შევცვალოთ ხოლმე ან თითოეულ იტერაციაზე რომ უფრო მაღალი და მაღალი შედეგი მისცეს ჯერ კატაზე, ანუ რომ აჩვენოს. ხო? ეგ და შემდეგ სულ სხვა ეგ ეს ეტაპი სულ თავიდან დავიწყოთ და იგივე გავაკეთოთ ძაღლზე და ამათ შორის ანუ ეს მიქსაპი რომ გავაკეთოთ და რო უთხრათ, ანუ ამ ორ სურათს შორის მოდელი როგორც ფიქრობს რომ ანუ რა არის კატა და რა არის ძაღლი და ანუ ამათ შორის რომ გავაკეთოთ მიქსაპი და მაგაზე რომ დავაჩვენოთ კიდევ ერთხელ. ანუ მოცა გაიწყოდინე ბოდიში გიორგი, ანუ რასაც ამბობ არის რომ ჯერ მოდელს პროსტა ვასწავლოთ რა არის კატა და ძაღლი, ანუ ცოტა ხანი ვატრენინგოთ კარგ ფოტოებზე და რაღაც მომენტიდან დავიწყოთ მიქსაპი. სწორად გავიწყოთ იდეა? კი. ეგეთიც არის, მაგას ქვია კურიკულუმ ლერნინგი. და ეგეთი ისიც არის, ანუ კურიკულუმი ხო ხდება რა ნენელა რო არის დალაგებული რა, ეგრევე ყველაზე რთულს კი არ ასწავლი, ჯერ მარტივებს ასწავლი. ეგეთი ზოგადად ტექნიკები არსებობს, მაგას ერთ-ერთ ფერფერადაც წაიკითხავთ კიდევაც. მაინც მიქსაპსთან დაკავშირებით არა, ზოგადად კურიკულუმ ლერნინგი არის, რომ ნელ-ნელა ართულებ, ანუ ეგრევე ყველაზე რთულ მაგალითებს კი არ აძლევ. ჯერ იძლევი ჯერ იძლევი მარტივ მაგალითებზე მე რთულებს. და მაგას შეიძლება რამე ფერფერი არსებობს კიდევაც მაგაზე კურიკულუმ მიქსაპი, ნახოთ აბა კურიკულუმ, დაჟე არის, ნახე მომიძებინე, ჩემთაც მომიძებინე რაღაცას ვეძებდი. ხო, მოგეთ რაღაცა უეჭველი იქნება რა. ან ლოგიკური იდეა არის, მეც ვფიქრობდი მაგაზე, ეგრე ხო არ იმუშავებს ხო სხვა შორის გიორგი და ხო არა, მაგიტო მქონდა დაგუბრული მეც კურიკულუმ მიქსაპი თუ არსებობს ხო და რაღაცა მგონი არის რა ეგეთი. და ლოგიკური ოღონდ ნუ მაგას კურიკულუმ ლერნინგის სირთულე არის რომ სტაბილურობაა საჭირო. ანუ რამდენი ხანი ანუ ცოტა ბეიბისიტინგი ჭირდება რა. კურიკულუმ ლერნინგის პრობლემას ვერ დაარქმევ, პროსტა ნუ ეგეთი სიტუაცია რომ ნუ ჭირდება ცოტა ბეიბისიტინგი რომ კარგად დააკვირდე და რაღაც სწორ დროს დაამატო ახალი და ასე შემდეგ. რაც ეხლა ნუ ექსპერიმენტია ჩასატარებელი, შეიძლება მაგან აჯობოს, შეიძლება არა. ანუ ამ მეშლენებში რაც უნდა იცოდე გიორგი არის რომ ყოველთვის შენი ინტუიცია მართალი არ არის. თუ 100%-იანი მათემატიკური გააქვს ახსნა რა უნდა მოხდეს, მე მოხდება. მაგრამ თუ ეს ხო 50-50 არის. ოკეი, მაგრამ მათემატიკური აუცილებლობა ხო არ არის რომ უეჭველი უკეთესი იქნება, რასაც შენი ძახი. მაგრამ ლოგიკურია რომ უკეთესი იყოს, ხო? კი. ეგეთ შემთხვევებში ექსპერიმენტებია ჩასატარებელი და ნახო რომელი მუშაობს. ეგეთ შემთხვევაში ანუ მეშლენინგი ეგ არის რა, ანუ მათემატიკურად თუ შეხედავ, თუ მათემატიკურად ფული გაქვს რაღაცის, რა თქმა უნდა ეგრე იქნება, იმიტომ რომ მათემატიკის წესებს ემორჩილება, ხო, რაღაცა black box-ი არ არის, ხო, მათემატიკას ემორჩილება. მაგრამ რაღაცებზე თუ წინას არ არიცი მათემატიკა, პროსტა ხვდები ლოგიკა გაქვს და ინტუიცია რომ ესე უნდა იმუშაოს, არის შანსი რომ ეგრე არ იმუშაოს, მაგრამ არის შანსი იმუშაოს. მაგდროს უნდა ცხადო ექსპერიმენტი ჩაატარო და რაღაცა გამოვა, რა რაღაც დააკვირდები და რაღაც აზრს გამოიტან. მაგრამ მაგ ექსპერიმენტის ჩატარებასაც ბევრი უნდა. ანუ ეგეც საკმაოდ რთული თემა არის, იმიტომ რომ შეიძლება არასდროს სხვა პარამეტრი, ეგრე სხვა პარამეტრი რო აგეღო, უფრო კარგი იქნებოდა. ამდენი ხნის მერე რო ჩაგეტარებინ, ანუ ბევრი რაღაც უნდა გამოიკვლიო. მაგრამ ზოგადად მეც ეგ ინტუიცია გამიშთა, რომ კურიკულუმ ლერნინგი ხო არ დაეხმარებოდა. ამიტომ ხო, ეგეც საკმაოდ ვალდური იდეა. კარგი. მივხვდით ხო სხვები, რასაც ვამბობთ, რომ პირდაპირ კი არ დაიწყო ამით. ჯერ ხანია დაატრენინგო მოდელი ამას და მერე შეუშვა ეს 0.3. ეგეთი ისინიც არსებობს რა.
ხო, რაზეც ვამბობთ ბოლოში იყო, რომ მოკლედ არ ანდომებ ამას, completely არ ანდომებ რა ეგ არის. კარგი. თქვენი აზრით ლამბდა რა იქნება კარგი რიცხვი? ვიღაც შემოდის, მოიცა? ანტონი. სალამი ანტონი. შემოვიდა? სად ვართ? სალამი ანტონი. კალენდარში არ ქონდა? და ჩამეძინა. კლასიკ. ოკეი, პეიპერის საკითხო მოასწარი? ვერა. ოკეი, ორი წამი გადაურბენ სულ და მე დანარჩენი მოусმინე. ანუ mix-up-ი არის რეგულარიზაციის და აუგმენტაციის ეგეთი მექანიზმი. სადაც მუღამი არის, რომ x ორ ფოტოს, ორ data points იღებ, ერთ სამრავლებ ლამბდაზე, მეორეს 1- ლამბდაზე, სადაც ლამბდა 0-დან 1-მდეა. წფივ ინტერპოლაციას აკეთებ, იგივეს უკეთებ y-ს და მარტო ამაზე ატრენინგებ. და ეს უკეთეს მოდელი, საბოლოო ჯამში უკეთესი მოდელი გამოდის, უფრო მეტად decision boundary კალიბრაციაც ბევრად უკეთესი აქვს, decision boundary-ც აქვს ბევრად უფრო smooth-ი და არ არის რაღაცა აი ასეთი, რომ აი უეჭველი დარწმუნებული ხარ ამის იქით, რაც სინამდვილეში უნდა იყოს ბევრად slow, ანუ პასუხი უნდა იყოს, ბევრად უფრო ესეთი უნდა იყოს რა, ანუ slow უნდა იყოს და არ უნდა იყოს ეგეთი confident ამ მომენტში, რომ რაღაცა პასუხია, უნდა იყოს პირიქით. და მაგას აკეთებს ეს mix-up-ი მაგას და ზოგადად აქ არის ერთი თავარი იდეა, რომ განმარტება, რომ რა არის empirical risk minimization. ჩვეულებრივი ტრენინგის პროცესი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სადაც x-ების და y-ების წყვილი გვაქვს. და მაგ x-ებს და y-ების დაყრდნობით ჩვენ რაღაც ფუნქციას ვიფიქრებთ, მერე ვატრენინგებთ, როგორ ვატრენინგებთ, loss ფუნქციას შევქმნით და მაგ loss ფუნქციის მინიმიზაციას ვცდილობთ. მაგას ქვია empirical risk minimization, მათემატიკურად გადათარგმნო. იმიტომ რომ იდეაში შენ რასაც ცდილობ არის, რომ შენ ზოგადად იპოვო expected risk-ი, რასაც შეიძლება expected loss-ი დაარქვა, ასევე LFXY და ამ XY-ის ზოგად განაწილებაზე, მთლიან XY-ის, მარტო შენი დატის არა. ზოგადად მაგამოცანის XY-ის, რა ამოცანათასკიც არსებობს. და ეგ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ მაგის sample გვაქვს, ხო? ანუ რეალური განაწილების რაც მაგ task-ს აქვს, მაგის sample გვაქვს. რაც არის რაღაცა x-ების და y-ების წყვილი. და ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი ეს გადაიქცევა loss ფუნქციად პირდაპირ კონკრეტულ რაოდენობაზე, განამთლიან განაწილებაზე, არამედ კონკრეტულ x-y-ების წყვილებზე. და ამას შეგვიძლია დავარქვათ უკვე არა expected risk-ი, არამედ empirical risk-ი, ემპირიული რისკი. იმიტომ რომ გაქვს ხო ეს ყველაფერი მონაცემი და მაგიტო არის. და მინიმიზაცია, იმიტომ რომ losses მინიმიზაციას აკეთებ, ხო? ამიტომ მაგ ტრენინგის პროცესს სიმბოლურად მათემატიკურად ქვია ემპირიული რისკის მინიმიზაცია. და mix-up-ი ამბობს, რომ მაგას აქვს პრობლემები. რომ over confident არის რაღაც მომენტებში, პირდაპირ პროცესი ასე, მარტო იმ x-ებს და y-ებზე რომ დაატრენინგო. ხო, მოკლედ ერთი პრობლემა არის ეგ. და მეორე პრობლემა არის, რომ მაგის გამო adversary attack-ებზე არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, იმიტომ რომ აქედან ადგები და აქედან ადგები ცოტათი აქეთ გადმოხვალ და უკვე აფიქრებინებ ძალიან მაღალი confidence-ით რა. ეგ არის მნიშვნელოვანი მომენტი. და ხო, მაგიტომ მნიშვნელოვანია რაღაცა გააკეთო, რაღაც ხვანაირი გააკეთო, რომელიც ადგება და რო ქონდეს რაღაცა წერტილი x-იური, რაღაცა x-იური და გაქვს მეორე წერტილი x-იური. ამათ შორისაც განიხილო წერტილები, ანუ ამ წრფეზეც განიხილო წერტილები, ასე ვთქვათ რა. ანუ ინტერპოლაციის მუღამი ხო ეგ არის მაგორ შორის რომ გააკეთო. ანუ ბოლომდე არც ეს, ბოლომდე არც ის. მაგათ შორის წერტილები აიღო. და ეგ სისტემა, ეგრე აღებული დატა და მხოლოდ ამაზე ატრენინგებ. არ ატრენინგებ ორიგინალ ფოტოებზე. მხოლოდ ამაზე ატრენინგებ. რაღაც ასეთი გამოდის რა. ანუ გაქვს კატის და ძაღლის ფოტო, გაქვს ახალ კოდინგები 1.0.01, აკეთებ თქვათ ლამბდა 0.3. იღებ ახალს, რომელიც არის 0.7 კატა, 0.3 ძაღლი. ეს გავს რაღაც რო დისტილაციის იდეასაც, რომ ანუ dense output-ზე ატრენინგებ და არა იმაზე და თან თვითონ დატაც არის, რომ
აქ ამ რეგულარიზაციის კარგი მექანიზმად მოგევლინება, იმიტომ რომ ნიშნულოვან ფიჩერებზე გიბიძგებს, რომ გააკეთო აქცენტი. და არა მხოლოდ ამ კატობას და ძაღლობაზე და ზოგადად ეს paper-ი იმას აღწერს, რომ ემპირიული რისკის მინიმიზაცია, რაც არის ჩვეულებრივი კლასიკური loss ფუნქციის ოპტიმიზაცია, რასაც ვაკეთებთ ახლა ჩვეულებრივ პირდაპირ მოცემული XY დატაზე, მაგას აქვს მიდრეკილება overfit-ისკენ. და overfit-ისკენ იმას გულისხმობ, რომ მაგ დატაზე მოდელირება და განზოგადების უნარის არ ქონა. და ეს მაგას გეუბნება, რომ ეს ამაზე და ტრენინგება ამაზე განზოგადების შანსს გიზრდის. და შედეგებიც მაგას აჩვენებს. ეხლა რატო წფივი ესეთი ტრანსფორმაცია რატო გავაკეთეთ და აქ ალფა კვადრატი და 1 - ალფა კვადრატი რატო არ არის და რაღაცეები მაგებზე ვისაუბრებთ. გზადაგზა. მოკლედ ეს არის მთავარი paper-ი. კი ბატონო. და ნუ ამას ეძახიან მოკლედ vicinity, რაც არის neighborhood-ი რა. მაგის დისტრიბუცია და ანუ შენ გამოგაქვს vicinal როგორ კითხებ ეგეც არ ვიცი რაც. VRM, risk minimization რა. და ამის იდეა არის რომ აი ამ შექმნილ ამ neighborhood-ებზე დაატრენინგო. და არა კლიენტ იმაზე. მე უკვე როგორც ემპირია და მე საბოლოო ჯამში გამოდის ამ imperial vicinal risk როგორც იკითხება მაგის მინიმიზაციაზე დადიხარ იგივე ლოგიკით რა. კი ბატონო. და ამან აჩვენა, რომ აი და ეხლა უკვე შედეგებზე გადავალ და მე უკვე რაღაც უფრო დეტალებზე ჯერ შედეგებს მოგიყვებით, უცებ მე დეტალებზე გადავიდეთ უფრო იმპლემენტაციის და ასე შემდეგ. ამან აჩვენა ეგეთი რაღაცა, რომ ერთი IRM ან ჩვეულებრივი ტრენინგის პროცესი რო იყოს, და ოღონდ ეს ლამბდა, ანუ ახალი X-ები გააკეთე და დათვალე ეგეთი მისი და არქვი ეგეთ რაღაცას, რომ ამათი გაკეთებული, აი ეს, ამას რო გააკეთებ, აქედან, ანუ აქ ხო X-იური და X-ჟიურია, მაგრამ ხო დავხატე. რაღაცა ასე ხო არის. და მისი დავარქვათ, ანუ გამაზვა დავარქვათ, თუ ამისი პასუხი მოდელზე, რაც მოდელი დავატრენინგეთ. Y-იური ან Y-ჟიური არ არის. ეს ხო არასწორია. როგორ შეიძლება რაღაცა 0.3 ძაღლის ფოტო, 0.7 კატის ფოტო და პასუხი იყოს მანქანა. ეს ხო ვერ იქნება. არ უნდა იყოს ეგრე. და ანუ ეს სხვა ლამბდაზეა და დატრენინგებული მოდელი არის ორი რა. IRM-ი და mix-up-ი. ანუ IRM-ი ჩვეულებრივი და ეს mix-up-ი დატრენინგებული. და mix-up-ის გამაზვა ბევრად უფრო ნაკლებია, როგორც ხედავთ, ვიდრე IRM-ის გამაზვა. და მნიშვნელოვანი ასევე არის, რომ გრადიენტის ნორმებიც ბევრად უფრო პატარაა mix-up-ზე ვიდრე IRM-ზე. და აბა გრადიენტის ნორმა რატო არის მნიშვნელოვანი? რა არის გრადიენტის ნორმა? და რატო არის მნიშვნელოვანი რომ პატარა იყოს? პატარა კონკრეტულ ზომაში იყოს, რა ძალიან დიდი არ იყოს. exploding gradient რო არის. კი ბატონო. ზუსტად. ანუ როცა ესე ანუ არის შანსი რომ გრადიენტი ხო რა არის? ანუ გრადიენტი არის ვექტორი, ხო? მიმართულება მაგ მომენტში ყველა წონის საით წავიდეს და მაგისი ანუ ვექტორი მიმართულება შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ ვექტორი მიმართულება ხო არ არის? არის ასევე სიგრძე. თუ ძალიან გრძელია, მაგას უამრავი პრობლემა მოყვება. ანუ vanishing gradients ხო თავის პრობლემები აქვს, მაგრამ exploding gradients-ს თავის პრობლემები აქვს. და ტრენინგის პროცესს ნანებში უშვებს და ლოსები გაქვს სადღაც note number-ები და ანუ ვერაფერს ვერ აკეთებს მაგათ მოდელი რა. overflow მაგათ მილიონი პრობლემა გაქვს. მეორე კიდე ხა რა არის? mix-up-ი დატრენინგებული და აი ყველა ეს ჩვეულებრივი ანუ რადგან გატესტეს არის ბევრი use case-ი. ანუ ResNet-ებზე ყველგან აჯობა. ანუ ყველგან აჯობა ResNet-ებზე, ანუ საკუთარი მოდელი და ამათი mix-up-ი ხო ნუ ხა კონკრეტული ალფათი. ეს ალფა რა არის? ცოტა ხანში გეტყვით. მოკლედ ამან ყველგან აჯობა. ImageNet-ზეც ყველგან აჯობა. ImageNet-ზეც ანუ როგორც ImageNet-ზე ისევე Cipher-ზე მოკლედ ყველგან აჯობა. აქ პროსტა ნუ ხსნიან როგორ იყო ტრენინგის, ანუ ექსპერიმენტის პროცედურა როგორ იყო, ამდა ხალხ მნიშვნელოვანი დიდი არაფერი არ არის. Cipher-ზეც აჯობა. Speech data-ზეც, რადგან ეხა ეგეც ნუ სპექტროგრამის მერე იგივე ფოტოები არის, მანდაც
მან მგონი classification error, ხო? ნუ რაღაცებზე მიქსაფმა აჯობა, რაღაცებზე იარემისნაირი ქონდა რა. ხო. კიდე ჩაატარეს ეგეთი ექსპერიმენტი, რომ corrupted label-ებს როგორ აკეთებდა და corrupted label-ებთან ბევრად უფრო კარგი resistance ქონდა ამ corrupted label-ების დამახსოვრების, ბევრად უფრო კარგი resistance ქონდა mix-ups ვიდრე ERM-ს. ესეთ მნიშვნელოვანი მომენტი არის. და ხო ამ adversarial ატაკებზეც ყველგან თითქმის აჯობა ეს FGSM მე რაც მოგიყევით ეს არის აი ამის დამატება ამ ატაკების დამატება მაგაზეც აქვს საკმაოდ კარგი შედეგი. იბატონო, ეხლა ნუ შედეგებზეც საუბარი და დარმინდა, ტაბლურ დატაზეც უბრალოდ ერთ სწრაფად გავლამინდა, მაგიტო ეხლა დიდხანს არ ვჩერდები. განებზეც აჯობა და განებიც იმიტომ დისკრიმინატორზე ქონდა, დისკრიმინატორის ხარეს ქონდა და ბევრად უფრო დაასტაბილურა. განებზეც იმუშავა შვენივრად mix-up-მა. ბევრად უფრო დაასტაბილურა ტრენინგი. კი ბატონო. და მოკლედ ნუ საბოლოო ჯამში ხო რა, ანუ paper-ი მოკლედ მაღაზია რა. ეხლა უფრო ცოტა დეტალებში ჩავიდეთ იმპლემენტაციის. საიდან მოდის lambda? ვინც წაიკითხეთ paper-ი გახსოვთ lambda საიდან მოდის? ინტერპოლაციიდან. არა, საიდან მოდის გასაგებია, მაგრამ ანუ რიცხვს როგორ ვირჩევ? რანდომულად, ოღონდ ბეტა. დაგანაწილებით. ბეტა, რატო ბეტა? ბეტაში შეგვაქვს ალფა პარამეტრი და ალფა პარამეტრი იძახის იმას თუ რამდენად კავშირში იქნება ინტერპოლაციასთან რა და ანუ 0-დან უსასრულობამდე არის თვითონ ბეტა დისტრიბუციის ინფუტი, მაგრამ აუთპუტი არის 0-დან 1-მდე. და მაგიტო ვიყენებთ რომ 0-დან 1-მდე მოვაქციოთ რომ თუ ხო თქვით რომ ინტერპოლაციის რეინჯი უნდა იყოს 0-დან 1-მდე და ბეტას აუთპუტი არის 0-დან 1-მდე. და პლუს ამასთან ერთად თვითონ ბეტას პლუსი ის არის რომ შეგვიძლია თვითონ ამ ინტერპოლაციის რეინჯი ისე დავარეგულიროთ რომ ანუ ალფა ისეთ პარამეტრს მიიღებს როცა ჰაიპერ პარამეტრი ტუნინგი არ მოხდება, მაგრამ რეალურად ეგრე ხდება რომ როცა ავირჩევთ დაახლოებით 0.5-ის რეინჯში იქნება თვითონ ბეტა რა. ბეტა კი არა ლამბდა. და 0.5 გვინდა რომ იყოს? 0.5 არა, მაგრამ 0 და 1 არ გვაწყობს. ანუ 0.5-თან გვირჩევნია იყოს ვიდრე 0.1-თან, იმიტომ რომ რომელიმე წერტილთან ახლოს იქნება მაშინ. აი კალიბრებული ხარ ნამდვილად ნიკოლას ჩვენ როგორც თქვით კალიბრაცია რაც არის მაგასთან ძალიან ახლო კალიბრაციული პასუხი იყო ნამდვილად ერთად ანუ ხო მოდი ბეტა განაწილებას შევხედოთ როგორ გამოიყურება ვიზუალურად იქიდან გამომდინარე მოკლედ ამ ბეტას აქვს ესეთ ფორმულა რა ეს ბეტა AB არის კიდე გამაგანაწილების სკალარს იღებ რომელიც არის გამა ჯერ გამა B გაყოფილი გამა A პლუს გამა B რა ალფა პარამეტრის მიხედვით რომ დასეპლო. და ეგარეთ რომ ესე გამოიყურება რა. მაგრამ ნუ როგორც წესი აქ ვიყენებთ ალფა და ბეტა უდრის ერთმანეთს რა. უმეტესად ეგეთი ანუ ამ paper-ში ეგრე იყენებენ. ნახე დააკვირდი. პირველ რიგში ძალიან სწორად თქვა ნიკოლოზმა რომ ჩვენი მიზანია რომ აუცილებლად 0.1 იყოს output იყოს 0.1-ში. არასდროს ზუსტად 0, არასდროს ზუსტად 1, მაგრამ 0.1-ში რა. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ ეს მნიშვნელოვანი რომ თქვა აიღე ნორმალური განაწილება. ნორმალური განაწილება 0.1-ში არ სემპლავს, ხო? ანუ არ არის 0.1-ში. ამიტომ clipping-ი უნდა გააკეთო, რაც additional work-ი არის და აროჩე რა არ ვარგა. ამიტომ 0.1-ში არის ერთი უპირატესობა. და მეორე კარგი რაც არის რომ შენ თუ აიღებ მაგალითად ალფა და ბეტას 0.5-ს რაღაც რეინჯში, ნახე ეს არის წითელი. რაღაც რეინჯში იქნება უნიფორმ განაწილების ტოლფასი. რაღაც რეინჯში, ხო? და თუ აიღებ მაგალითად 0.2-ს, სიტყვაზე ალფას. იცი თუ არის სადმე ნახატი როგორ გამოიყურება? არ არის. იცი ხო 0.2-ს თუ იღებ, მერე შანსი იზრდება რომ 0.5-თან იყოს ახლოს, მაგრამ უფრო როგორი რიცხვები დაისემპლოს, იცი? 0.3, 0.7. ანუ ორი რიცხვი არის ეფლება რომ სიტყვაზე თქვი რა 0.3 დაისემპლოს, 0.7 დაისემპლოს, 0.8 დაისემპლოს, 0.2 დაისემპლოს. იმიტომ რომ შენი ერთ-ერთი კიდე კარგი მიზანი არის რომ შენ დასემპლო ისეთი ლამბდები, რომელიც რაღაცა დომინაცია ექნება ერთ ფოტოს, რაღაცა ცოტა მაინც დომინაცია ექნება, იმიტომ რომ რაღაც
ძალიან ანჯღრეული რო არ იყოს რა, რაღაცა პატარა დომინაცია უნდა გქონდეს. ამიტომ ბეტა დისტრიბუცია მან არის იდეალური. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც სხვა დისტრიბუციაც არსებობს, რომელიც როცადო უკეთ იმუშავებს. პროზა ბეტა ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ მუღამი არის რომ გაქვს 0-დან 1-მდე, ეგ არის აუცილებლობა, იმიტომ რომ ინტერპოლაციის პარამეტრი არის დღის ბოლოს ეგ ლამბდა და მნიშვნელოვანი დასაბრილი იყოს 0-დან 1-მდე და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რომ რიცხვები აპრედიქტორს რაღაც ესეთი რა 0.3, 0.7, 0.4, 0.6 დაждდეს საბოლოო ჯამში. ეგაა მიზანი. კი ბატონო, ლამბდა როგორც ისეფლება კი. მოდი ხა მაშინ წინასწარ მოვამზადე რაღაცა კითხვები და პასუხები და ერთად გავცეთ. აი, ამაზე უკვე თქვით პასუხი, მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეოროთ. ანუ mix-ups როცა ვატრენინგებთ, ორიგინალ ფოტოებზე ვატრენინგებთ, mixed image-ებზე თუ ორივეზე. და რატო გადავწყვეტ ეგრე? უკვე თქვით პასუხი, ამიტომ პირდაპირ პასუხს ვიტყვი, only mixed ფოტოებზე. რატო? და პროცესი როგორ არის ტრენინგის, ხო ამის იმოცა ფსევდოკოდიც აქვთ მითითებული აქ როგორ არის დასემპლის. ანუ ყოველ ჯერზე ანუ როცა ლოუდერი გაძლევს რაღაცა ორს, მაგრამ ნუ ეს უფრო გადაჭრილება მის იმპლემენტაცია, რაღაცა პირდაპირ ბაჩი და რანდომ და პერმუტაცია გავუკეთო ბაჩს და ისე არჩიო. loader და loader 2 x და ახალი x და ახალი y გააკეთო რაღაც ეს ლამაც ბეტა განაწილებიდან დასემპლო x-ერ ლამაჯერ ისა ლამბდაჯერ x-ს დამატებული 1 მინუს ლამბდაჯერ x2 კი ბატონო optimizer 0 გრადი loss ფუნქცია backward და step-ის გააკეთო ჩვეულებრივი ტრენინგის პროცესი არის ანუ მაგიტოა მნიშვნელოვანი რომ აი ეს ხაზი ემატება ეს სამი ხაზი ემატება რომელიც ვაფშე არ არის რაღაცა სასწავლო კომპიუტეიშნალი რთული ეგერთი და მეორე ინტეგრირება ძალიან მარტივია. ანუ არაფერი, როგორ თქვა. არაფერი არ შავდება თუ სიტყვა არის. ანუ არაფერი არ რთულდება ამით, განსხვავებით იმისა, როცა ბევრად უფრო ესეთ კომპლექსური აუგმენტაციები გაქვს რა. ხო, ეს არის ესე გამოიყურებოდა. ეხლა რაც განახებდით ხო კითხვებზე. და ხო, ხო, ტესტინგის დროს ცხადია, ჩვეულებრივი ფოტოებზე არის რა. ეგეთი. ხო, mixed images teach robust features that transfer to unmixed data. კი ბატონო. ეხლა კითხვა ხდება, თქვენი აზრით, აი ამ არა ხო, ვიმეორეთ, მაგრამ ნუ რაღაც ჩამოვაყალიბოთ რა. ესეთი არარეალისტური ფოტოები, როგორც არის კატის და ძაღლის ჰიბრიდით. ამაზე სწავლა რეალურ ფოტოებზე რატო გვიუმჯობესებს ხარისხს? ისმენ გიორგი. იმიტომ რომ ანუ ხდება თვითონ მოდელი ან თუნდაც ანუ კი არც კატა არის არც ძაღლი მაგრამ ორივედან სწავლობს ანუ ქართულად არის distinctive features. კი ბატონო. და დენსადი ხო, თქვი. და ანუ თუნდაც ანუ კი ზუსტად კატა ან ძაღლი არა მაგრამ რაღაც features რაც ემთხვევა ორივეს ანიჭებსა და მაგიტომ უფრო ანუ ეგრე გამოდის. კი ბატონო, ძალიან სწორი ახსნა. ეხლა თუ მოდი უფრო გავამათემატიკუროთ რა. ანუ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს. ერთი რაც უკვე ბევრი თქვით, decision boundaries ასმუზებს. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ორ წერტილს შორის მაგათ შორის რამდენიმე იმას აპრედიქტებს. ამიტომაც აქ რაღაცა კაცრი, რაღაცა უცნაური decision boundary-ები აღარ არის. ხო? The model learns smooth transition between classes rather than sharp overfitted boundaries. ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე რაღაც ფორმით ეს არის რეგულარიზაციის ეფექტი, ხო? ანუ ასე როცა ამატებდა თან ყოველჯერზე იცვლება, ნახე ამას ფსევდოკოდს დააკვირდით. აუგმიქსი არ მინდა აქ მინდა. ფსევდოკოდს დააკვირდით. ყოველ იტერაციაზე იცვლება. ხო? ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ანუ ყოველჯერზე ახალ-ახალი ფოტოები გამოდის. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ დაემთხვეს და ყველაფერი დაემთხვეს, ხო? ანუ იგივე ლამბდა დასემპლდეს, იგივე x და იგივე x1 x2 მოუწიოს, ხო? რა თქმა უნდა, არის მაგისი შანსი. მაგრამ ხო, პატარა შანსი და რომ დაიწყოს არაფერი აშავდება, ანუ ძალიან ბევრი, ანუ ინტერპოლაცია ხდება ძალიან ბევრი წერტილის და მაგ წერტილზე ხდება prediction-ი და ცხადი ეს რაღაც რეგულარიზაციის მექანიზმია overfit-ისგან იცავს, იმიტომ რომ ხო, ისე და ისე ამ ყველაფერი ერთმანეთში აზერია და იგივე
ეგ იწვევს ასევე smooth decision boundaries და ეგეც თავისთავად რეგულარიზაციის ეფექტია და ხო და ანუ specific training images ვერ იმახსოვრებს. ეგ კიდე მეორე მთავარი აქ რომ ანუ რადგან ყოველდღე სხვა ფოტო ხდება და ამათი კომბინაცია ხდება. ამიტომაც ანუ ის რო იყო რომ ემპირიული რისკის მინიმიზაცია მშობელ ტრენინგი რითაც გავაკრიტიკეთ, ნუ ფეიფერმა გააკრიტიკა. რომ ეგო ბოლომდე არ არისო სწორი მოდელირება, იმიტომ რომ ეგ არის მოდელირება მოცემულ მონაცემებზეო. და თავარი ინტუიცია ეგ არის რა, რომ ჩვეულებრივი ტრენინგი ამბობს, რომ ეს არის ჩემი მონაცემები და ამაზე ვაკეთებ. და mix-up-ი ამბობს, რომ ეგო ჩემო ძმაო, ძალიან ისეთი კონკრეტული დატა არის და მაგაზია და ეხლა მანდ რა გარანტია გაქვს, რომ მაგ დატადან ზოგადი მოდელირება შესაძლებელია და შეგიძლია რომ განაზოგადო და განზოგადების უნარი გქონდეს. ეგ ხო არ არის გარანტირებული. ამიტომაც ამ robustness ამატებს ასე რა. ხო, feature robustness, რაც თქვა პრინციპში გიორგი, რომ ანუ more robust and generalizable feature-ებს სწავლობ, ვიდრე მხოლოდ pure image-ებზე რო გააკეთო. აქ ორივე უფრო distinct feature-ებს სწავლობს, რა თქვა. და ხო ანუ პატენებს, ანუ overfits-აც ამ ყველაფრის გამო plus overfits-აც ამცირებს overfit-ის შანსს. ხო, ეს თქვით, ხო, ანუ x-იური და x-იური რის მიხედვით არის არჩეული და ნუ თქვით რომ არის რანდომი. ანუ არ გვაინტერესებს ედიგივე კლასი არ არის კლასი. ნუ ეგრე დაიმპლემენტირეს და მუშაობს. ცად აქ როგორც მე დავსერჩე და ცადეს კიდე თვითონაც ამობე რომ ცადეს სხვადასხვა ვარიანტი და დიდ არაფერი დიდი შედეგი არ მიცა, ამიტომაც რატო გაართულო პროცესი პირდაპირ დაატრენინგე, პირდაპირ დასაკლო ჩვეულებრივად. კი ბატონო, შემდეგი შეკითხვა. ხო, ხო, ნუ ეს იდეაში გეგენაომ ძალიან კარგად უპასუხა, ჩემი კითხვა უკვე იყო, ანუ რატო ბეტა განაწილება ამ ლამდას დასასემპლად? და ხო, ანუ აქ დიდი პასუხი მიწერია. ეს იდეაში ყველაფერი თქვით. ხო, თავიდან არის 0-დან 1-მდე მოქცეული და თავისთავად ინტერპოლაციის უჭირდება. ეს ამავე მეთოდა მნიშვნელოვანია, რომ ხო, აი ეს თქვი რა, რომ სიმეტრიულია. რომ იგივე ანუ იგივენაირი ის აქვს, როცა ალფა და ალფას იგივე პარამეტრები გაქვს, სიმეტრიული ის აქვს. ანუ ალფა ბეტა ხო გაქვს, ამას ორი პარამეტრი აქვს, ბეტა იმას, ალფა და ბეტა. და მოკლედ ეგ ალფა და ბეტა როცა ორივე ალფაა, გაქვს სიმეტრიული დისტრიბუცია. რაც ნიშნავს, რომ 0.3 რო დაისწრებო და 0.7 რო დაისემპლოს, 0.5-ის მიმართ არის თან სიმეტრიული, ხო, თუ 0-დან 1-მდეა. არის თანაბარი ალბათობა, რაც შეთვის კარგია, იმიტომ რომ რავი, მარტო, ანუ მაშინ მნიშვნელობა აქვს x1-ად რომელი მოგივა, ხო, იმიტომ რომ რომელიც x1-ია, ყოველთვის აუცილებლად დაჩაგრული იქნება, იმიტომ რომ 0.3 მოუწევს. და მეორე 0.7, ხო, ეგეც მნიშვნელოვანი ფიჩერია. და ანუ ალფათი შეგიძლია რომ აკონტროლო, ანუ ალფას თუ ერთს აიღებ, იღებ უნიფორმ დისტრიბუციას რა. და ანუ ყველა ლამბდა იქნება თანაბარ ალბათური. როცა ალფას იღებ ერთზე ნაკლებს, უფრო ექსტრემუმებს აიღებ რა, რაღაც ისე დაისემფლება, რომ რაც უფრო ექსტრემუმებს მიცემ რა. და როცა უფრო მეტად როცა ერთზე მეც აიღებ, უფრო მეტად იქნება ცენტრის ველიუები და უფრო მეტი მიქსინგი იქნება. ანუ რაღაცა უფრო არეული ისინი იქნება რა, ძალიან ერთნაირი. ნუ შეგიძლია თვალო ეს ყველაფერი და აქ აჩვენეს რომ 0.2 და 0.4-ს იყენებენ ყველაზე ხშირად. ხო, და ხო, ჩვეულებრივად ისეთია რა. რატო არა ალტერნატივები? ხო, პირველ რიგში ხა ნუ რაღაცები 0.1-მდე არ არის. და თუ fixed-ი გაკიდე და diversity არ გაქვს, შენ diversity-ც გინდა, ხო? ანუ მარტო ერთ შუა წერტილებს აიღებ ყოველდღე, რატო ნაიღო შუა წერტილი, ხო? აიღე შუაში სხვა წერტილი. ხო, ამას არ იყენებს კაცო ეს რატო დავწერე ეს. ერთდროულად არ იყენებს. ხო, და on average ხო, კი ბატონო. ხო, აპროც არის პატარა, თქვა 0.2. დისტრიბუცია აქვს U-shaped. რაც ის სიმეტრიულობაზე რაც გითხარით, ხო, 0.7-თან რა. და values are mostly close to 0 or 1. ანუ 0.1, 0.9, 0.3 ეგეთი რიცხვებია, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი არის რა. ეს ნიშნავს, რომ ანუ მიღებული სემპლები, რა მხოლოდ ტექსტ დავწერე. ხო, რა მოგადან უფრო gentle augmentation არის საბოლოო ჯამში რა. კი ბატონო, შემდეგი შეკითხვა. ხო, ეს მარტივი კითხვა. ამაზე თქვენ მინდა რომ პასუხო. დანარჩენ წლის ყველაზე პასუხი უკვე წინასწარ ვიცოდე და გავიარეთ პროცესში და მაგიტო აღარ დავწი.
რატო ვიყენებთ იგივე ლამბდას x-ისთვის და y-ისთვის? ან x რო გარდავქმნით, ზუსტად იგივენაირად რატო გარდავქმნით y-საც? ჩემ პასუხი არის obvious. არ დამიწერია რა. თქვენ მინდა ეხლა რომ მითხრათ. ანუ ლოგიკურად თუ სხვადასხვა გარდავქმნით, მაშინ იგივეობას ვერ მივიღებთ და. ხო. იმიტომ რაღაც ანუ აშკარად გააქვს, ბევრად უფრო თქვა 0.9 კატა და 0.1 კატა ის ძაღლია და რატო უნდა ათქმევინო 0.9 ძაღლი და 0.1 კატა, ხო, პირიქით სიტყვას ხო შეიძლება ეგრე დაждდეს. ანუ რატო? ან ახლა შეიძლება რაღაც ეგეთი საშინება არ დაგიძეთ, თქვა რაღაც დასმუზული იყოს, ცოტა უფრო ნაკლებად იყოს, მაგრამ მაინც რატო ანუ მთელი ეს მუღამი ის იგივეობა არის, ხო? კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. ესე სპეციფიკად თქვით, აუცილებელია თუ არა რომ x-იური და x-იური იყვნენ სხვა კლასიდან, როცა ვსემპლავთ. პასუხი არის რომ იმპლემენტაციაში არ არის ეგრე. და პრობლემაც არ არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი აუგმენტაციის გზა გამოვა მაქედან რა. ხო, ესა საინტერესო, ნახე. ანუ paper-ი ამბობს, რომ ანუ robustness-ი corrupted label-ებზე იზრდება mix-up-ის გამოყენებით. და ეს თითქოს ერთი შეხედვით ჩანს რაღაცა counter ანუ არა ინტუიციურად, ხო? იმიტომ რომ ანუ თვითონ label-იანი noise-ებია, ხო? რაღაც, ანუ noise-იანი, ანუ label-ი არის noise-ი თვითონ, ხო? და ანუ noise-ის დამატება noise როგორ შველის? ანუ ხო, აბა გისმენ გიორგი და მე ნიკოლას, ორივესაც მოვისმენ. ანუ იმიტომ შველის რომ ანუ თვითონ ჩვენ როდესაც mix-up-ს არ ვაკეთებთ, ანუ უფრო ნაკლებად სტაბილური რომა, ანუ უფრო confident-ი არის რომ ანუ რაღაც სურათზე შეიძლება ანუ თვითონ corrupted label-ი იყოს რა, ხან შედარებით მაინც იმახსოვრებს რაღაც ფოტოებზე, ანუ იზეპირებს რო ვთქვა და როდესაც ჩვენ mix-up-ს ვაკეთებთ, მაგ შემთხვევაში ანუ შეიძლება უფრო ნაკლებად confident-ი იყოს, ანუ რეალურ ფოტოებზე. მაგრამ ასევე ბევრად უფრო ნაკლებად confident-ია, როდესაც ანუ corrupted label-ებზე. და მაგიტომ. სწორი ინტუიცია, ნიკოლოს შერავს დავმატებდი. არის კიდე რაღაც ხო, ანალოგიური პასუხი, თუმცა ანუ adversarial example-ზე იყო საერთოდ ეს paper და ეგეც ახსენს და რეალურად ანუ corrupted label-იც საბოლოო ჯამში ანუ adversarial example არა, მაგრამ ანალოგიურად მოხდება. და ანუ ეგ არა რომ просто adversarial examples თვითონ დაფიქსიც ამით ხდება რა ამ მეთოდით mix-up-ით. ხო, მაშინ ეგ მითხარი რა როგორ ხდება adversarial რატო შველის adversarial mix-up-ი? იმის გამო რომ ჩვენ თვითონვე ხო ვამატებთ noise და უკვე ხო ხდება როგორ არის რეალურად label-ის განაწილება რა და ანუ მაგ იგივეობას რო ხდება თვითონ ინტერპოლაციით ანალოგიურ adversarial examples-ს over confidence-ია, უფრო კალიბრირებულია და ასე შემდეგ, ხო? ხო, კი ბატონო. დაახლოებით იგივე პასუხი მაქვს მეც რა. ანუ ის ხო, იგივე პასუხი მაქვს, კაროჩე რა. Wrongness of the dog label is diluted. კი ბატონო, იგივე პასუხი მაქვს. მეტი კითხვის პასუხის მოფიქრება მინდოდა, მაგრამ ეს დღეების ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და კარგად ვერ მოვიფიქრე. მოგეთ, ანუ ვერ მოვასწარი, მაგრამ ეხა მინდა, აი 1 საათი, აი კერვას ვაპარაკობთ, მაგრამ კიდე მაქვს ერთი 3 კაი paper-ი მომზადებული, რომელსაც ესე ამაზე ამის 10 წუთში გადაუვლით ყველას რა, mix-up-ის გაგრძელებებია. სანამ mix-up-ის გაგრძელებებზე გადავალ, თუ გვაქვს რაიმე კითხვა mix-up-ზე. ეს ძალიან ინტუიციურია, ხო? ანუ ნახე, მოდი ინტუიციას თავი დავანებოთ. იდეა არის ძალიან მარტივი. რომ მოდი x-ი და y-ის მაგივრა დავიღოთ, გარდაქმნილი x-ი, გარდაქმნილი y და მაგას დავატრენინგოთ. თუ რამე სირთული ამ paper-ში არის ინტუიციის შექმნა და გააზრება, რომ რა პრობლემა აქვს ჩვეულებრივ სტანდარტულ ტრენინგის პროცესს და როგორ შველის ამას mix-up-ი. აი ეს არის ცოტათი საფიქრი რაღაცა. განარჩენი ეხა და ნუ იმპლემენტაციის დეტალები შიგადაში, ხო? განარჩენი, რავი, იდეაში ერთ იგივეა, ხო? ძალიან მარტივია, რაც გარდააქმნათ x-ი არგუმენტაცია გავაკეთოთ. რამე კითხვა ხო არ გვაქვს? ვინც ვერ მოასწრო წაკითხვა და აი ახლა შემოხვედით და ახლა თქვა მგონი გიგი შენც ვერ მოასწარი წაკითხვა ანტონ ყიფშო მგონი შენც ვერ მოასწარი წაკითხვა. ანუ რამდენად გაიგეთ, რამდენად ინტუიციურია, რამდენად საინტერესო იდეაა, რავი, რაღაც ერთ-ერთ თქვით თქვა სამ გადავალთ mix-up-ზე.
სხვა paper-ებზე. It's like რამე თქვით რაღაც like-ის გარდა, რა ვიცი, რამე თქვით ან გარდა like-ისა. 1-2 სიტყვა. მე სულ არ მინახავს Discord-ზე რა წასაკითხი რა იყო კი არა. სულ არ მახსოვს. Discord-ი აქტივდება გიგი, ეხა ანუ მესმის, მაგრამ მოდი უცებ ამ შეიძლება ამ ლექციას მე კიდევ ვინმე ნახულობს და ძალიან მარტივია გიგი რა. ანუ ეს ის ხო გაზიარებული გაქვთ ყველას. ანუ ხო და არ მახსოვდა დღეს რო იყო ლექცია, მაგრამ ეხლა რომ მოვისმინე ეგ მესმის. makes sense რა. ხო, ანუ სილაბუსში რო გახსნი, ეს გაზიარებული აქვს დაპინული არის Discord-ის ჩატში. აგერ არის paper-ები, რამდენი მაქვს ნატვალები ამაზე, იცი რა, მე გავაკეთე ეს კლიენტად და ეს მიბმული მაქვს თავისი paper-ი, გადახვალ პირდაპირ. ანუ ყველაზე არის მიბმული. ხო და კალენდარს კიდევ შეეხება ვიღაც ვინც არის მომწერეთ და გაგიზიარებთ რა. ხო, ან თქვენთვის უნდა ჩანდეს რაღაცა ასე უნდა ჩანდეს, ნუ სხვა ფერში ალბათ. კი ბატონო. კარგი, ხო, ანუ გავიგეთ მეტაკლებად, ოკეი, მაგრამ ხო, ეგ არის, მაგრამ ეხა ხო გაიგე გიგი რაზეც არის საუბარი და რა მარტივი, მაგრამ ძლიერი იდეაა. ოკეი. მოდი ახლა ვისაუბროთ რამდენიმე ვარიაციაზე. ეს არის cut mix-ი, რასაც ვისაუბრებთ ერთს. manifold-ის შევიდოთ ხან დავიკიდოთ. aug mix-ი. და ვისაუბრებთ remix-ზე. მოიც აქ არის და ეს ხო ეს არის ნუ remix-ისთვის არის საჭირო. და ანუ mix-up-ის რამდენიმე ვარიაციაა რა, ესეთი რთული ისეთი არაფერი არ არის. კაი. მანამ მოდი ჯერ rex mix-ით დავიწყოთ, remix-ით დავიწყოთ. თქვენი აზრით, mix-up-ი კარგი სისტემაა, mix-up-ი კარგი სისტემაა, დაუბალანსებელი მონაცემებთან სამუშაოდ? ისმენ გიორგი. ჩემი აზრით არა, ანუ ოპტიმალური არა, იმიტომ რომ ჩვენ ახან უბრალოდ ანუ ფოტოებს შორის additions ვაკეთებთ, ანუ ჩვენ ეს ხო ცუდი ანუ როგორ ასე თქვა, ინტერპოლაცია არის რეალურად ფოტოების, იმიტომ რომ ანუ AI რაღაცო ანუ ეს brightness კი არ ანუ თვითონ უყურებს ან რაღაც პიქსელების და ასე შემდეგ, არამედ ფიჩერებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ფიჩერები მიქსოთ ეს ფოტოები და არა უბრალოდ ანუ დავამატოთ ერთმანეთზე ასე opacity-ის. რაღაც სხვა მიმართულებით მინდა რომ წავიყვანო. სხვა მიმართულებით, რასაც ამბობ მესმის, მაგრამ თლად რაღაცა შუაში შენს დაიკარგე ცოტათი და ხო ანუ აი ის გადასვლა არ ქონდა კარგი, ანუ ლოკური გადასვლა მაქედა რატო გამომდინარეობს, ან შენ პროსტა აღწერე პროცესი და მერე გადასვლა ვერ დავიჭირე, რატო არის ეგ ცუდი დაუბალანსებელი მონაცემებისთვის. ხები? გისმენ გეგენავა? ჩემი აზრით ეხმარება. ანუ ეხმარება კი არა. ოპტიმალური არა, დაბალანსებული. ოპტიმალური. დაუბალანსებული არის ოპტიმალური თუ დაბალანსებული? ანუ ოპტიმალური არა, უკეთესი მეთოდით იარსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა არ არის დაუბალანსებელი თუ. რატო? ამატებს სინთეთიკურ სამპლებს აუზით. გავიგე, მაგრამ მეორე მხრივ თუ რომელიმე კლასი დომინანტია და მეორე ცოტა არის, მერე დატა ხო მაგისკენ წავა. ხო, მაგრამ სინთეთიკურად ამატებს თვითონ ამ სამპლებს. რა, რაოდენობა იგივე იქნება. ანუ შოთა ისე რომ დავამატოთ, აი რომელიც ნაკლებ დომინანტი არის, ანუ რომელზეც დომინირებული არის, ეგრე შევქნა ზამპლები, რომ ეგ გავხადოთ ჩვენს ახალ ზამპლებში მეტი ალბათური რა. ამერე ჩავახატოთ. ეს იდეა არის, ეს რაღაც იდეა არის მაგაში. ხო, მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში მთავარი მიზანი ის იქნება, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ დომინანტური კლასია, მეორე კლასი იმას არ ნიშნავს, რომ რო გავზარდოთ ორივე მონაცემები თანაბრად, რაღაც მომენტში პრობლემა გაჩნდება იმბალანსის, ისევ იმიტომ რომ რო გაზრდი რაღაც მომენტში შეიძლება მაინც დომინანტი იყოს, მაგრამ რაღაცა გარკვეული ის მოხდეს, რომ ანუ decision boundaries გასწორდეს თვითონ ორ კლასს შორის და იმბალანსის პრობლემა ნაწილობრივ დაიფიქსოს რა. მაგიტო სინთეტიკურ სამფლი ჩემი აზრით უშველის და mix-up-ი კაი. მაგრამ ნახე, იგივე პროცესი იმბალანსი თქვი. ხო, ახლა იმბალანსი არის და ორივეს ერთნაირად გაზრდი, მაინც ზუსტად იგივენაირად იმბალანსი ხო გამოვა. ხო, მეც მაგას
ბალანს გამოვა, მაგრამ იგივე პრობლემა არ იქნება, რაც მცირე მონაცემებზე იყო, ანუ რეალურად შესაძლოა. არა, რაღაცა შრება, მაგრამ ისეთი ეფექტური არ არის. კაი, ეგრე ვთქვი, ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ოპტიმალური არა, ოპტიმალური არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა ალბათ არის. შეიძლება ცოტათი აუმჯობესდეს, არა, პრობლემა მაინც არის. შეიძლება, ანუ ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ დაუბალანსებელის გადასაწყვეტად, ნახე? აუ დაუბალანსებელია მონაცემები, მოდი mix-up-ი ვქნათ. mix-up-ი შეიძლება მაინც ქნა, რაღაცის ნაწილად, ხვდები, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ დაუბალანსებელი ლოგიკა რო ეგრეა, დაუბალანსებელია მონაცემები და მოდი mix-up-ი ვქნათ, როგორც წამალი, ეგ არ არის სწორი, მაგას ხვდები რას ვამბობ? ანუ ამის მიზანია თავისთავად დაუბალანსებელ მონაცემებთან არის. ყველაზე ოპტიმალური mix-up-ი არის დაუბალანსებელ მონაცემებთან. მაგას ვამბობ. სწორედ ესე იფიქრეს Google Research-ში და Tsinghua უნივერსიტეტში, რომელშიც ხარ ნიკოლოზ შენც ნამყოფი, მეც. ეგრე იფიქრეს და გააკეთეს remix-ი. Rebalanced mix-up-ი. რომელიც მოგეთ თავიდან ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ mix-ups და ეგეთ რაღაცებს აქვს გატესტეს და ისეთ ანუ დაუბალანსებელ სიფარებზე და image-net-ებზე და innaturalist-ზე მათ შორის რაც თქვენ dataset-იც გაქვთ. ეს შემთხვევით კი არ ავარჩიეთ ეს dataset-ები. innaturalist-ი აქ არის. კიდე ერთი paper-ი ვიპოვე, ოღონდ სად არის დამავიწყდა. რომელიც აქვს დაწერილი რომელიღაც ამ რანდების ამ mix-ების ავტორს იმ ამ mix-up-ის რაღაცა ვარიაციებით და cut mix-ები და რაღაცებს ვარიაციებით როგორ ამოხსნა თქვენის ჩიტების competition. ანუ ეგ dataset-ები ჩვენც კი ვიპოვეთ რაღაც ხრი, მაგრამ ანუ ცნობილი dataset-ებია რაღაც თავის პრობლემებიდან გამომდინარე. და ხო, და ნუ ექროდა მართნა რომ remix-ი provides consistent and significant improvement over previous methods. იბატონო. აქ რა არის პრობლემა? აქ არის პრობლემა decision boundary. ანუ, ნახე რა არის assumes the label butterfly belongs to the minority class and the label yellow plant belongs to the majority class. ეს არის ეს butterfly არის. ამისი ეს არის რა. For a mixed image that is 70% butterfly and 30% yellow plant, like the middle one, mix-up will assign the label to be 70% butterfly and 30% yellow plant. However, remix would assign labels that is in favor of minority class. And აქ რა ცდილობენ იცი? ცოტათი ცვლიან mix-up-ის იდეას. რომ ამბობენ რომ ამ შემთხვევაშიო ან რაღაც ახლა რა იდეა არის? რომ რაღაცით ძალით ვუბიძგოთ decision boundary რომ წავწიოთ იქით. რომ უფრო მეტი გავამრავლოთ ესეთი ეგზემპლები. მაგასაც საკეთებ არის რომ 70% butterflies და 30% yellow plants-ზე იმის მაგივრად რომ 70% ათქმევინო პასუხად ესეთი ეგზემპლებს რომელიც მაინორიდან მოდის იმაზე 100% ათქმევინო. უნდაც mixed იყოს. ამით ვცდილობ რომ decision boundary ათამაშო. როგორ გიგი? მიახლოებით 100 რამეს გულისხმობდი, მაგრამ ბოლომდე არ ხო, შეფიქრო, შენ ამბობდი რომ უფრო მეტი დავასემპლოთ. ხო, ანუ არა, მე ვამბობდი რომ ეგზემპლება ანუ აქ ამბობს რომ 100% მაგაზე ვთქვათ და მე ვთქვი რომ აი უფრო ანუ ბევრად უფრო დიდი ალბათობით ყოფილიყო ის minority class. ხო, მაგრამ 70-ის მაგრივად 0.7-ზე არა. ანუ ეს ლამდა შეგვეცო. იგივეა დაახლოებით, ნუ ლამდა ლამდა შეგვეცო. იბატონო. ხო და ეხა კონკრეტულად როგორ აკეთებენ ფორმულასა და აქვთ. ნახე, აქვთ ანუ remix-ი არის, ჩვეულებრივ mix-up-ია, ოღონდ x თავისი ლამდა აქვს და y თავისი ლამდა აქვს. ანუ ლამდა ორივე ისემპლება, მაგრამ ლამდა y-ს აქვს ეგეთი ფორმულა. ანუ შენი იდეა ნახე რა არის? რომ შემოიტანო რაღაცა პარამეტრი, რომელიც decision boundaries ესე ათამაშებს რა.
და ეს lambda y არის შემდეგნაირად. ამ რაღაცა ტაუ გაქვს შენი ჰაიპერპარამეტრი და აგა კიდე პარამეტრი. ეხლა ნახე რას აკეთებ. რომ 0 მოც კარა არის, მოც თუ პარამეტრი არ არის, მოც ამერია. ეს მეკითხე, პროსტა გადავხედე მომეწონა და გაგიჩნდა თქო. არის თუ hyperparameter manifold we first define the k majority below. ანუ ამის იდეა არის მოკლედ ეგეთი რა, ზუსტად რომ რაღაც შემთხვევაში არის 1, რაღაც შემთხვევაში არის 0, რაღაც შემთხვევაში არის საკუთარი თავი. ანუ ეს არის ამათი გაყოფა. ანუ i კლასის წარმომადგენელი და j კლასის რაოდენობების შორის თვალობა თუ არის ამ პარამეტრზე მეტი, ხო? ანუ i კლასის წარმომადგენელი უფრო მეტია ვიდრე ჟიური კლასის წარმომადგენელი რაღაცაზე მეტი, ანუ ბევრად უფრო მეტი არის. და ეს lambda ტაუზე ნაკლებია და ეს ტაუ არის ხო ხდებით ახლა დაახლოებით რა რიცხვი არის ტაუს იდეა არის რომ ეს ტაუ მოიქცეს ისე რომ ტაუ თუ დიდი რიცხვი არის decision boundary უფრო იქით გაკაჩო თუ ტაუ 0 არის ზუსტად შუაში იყოს და ტაუ შორის ამათ შორის ითამაშოს რა ანუ შუიდან დაანახოს იმათთან მაგაზე ითამაშოს ტაუმ რა და თუ ესია მაშინ პირველს 0 ქონდეს lambda 0 იყო და მე იმას 1 მოუწევ ხადია და ნუ პირიქით რა ხა პირიქით თუ არის ერთი ყოფილი კაზე ხო ხდებით ხა ნუ ჟის მეტობა ნაკლებობა ნუ ეს იგივე არის ხა ეს ნუ როგორც სიმეტრიული არის ხო ნიკოლას ხო მაგრამ ამ შემთხვევაში მაშინ ხო მოგვიწევს რომ ის მაინც სენთი ჩეკი უქნათ რომელი ლეიბლი არის და იგივე ლეიბლები რო ერთად არ მოხდნენ იმიტომ რომ n1 შეფარდებული n-ი შეფარდებული n-ჟისთან როშვებით და მე რო ნახოთ k majority-ზე მეტი არის თუ ნაკლები ანუ საბოლოო ჯამში lambda მოუწევს მაგ შემთხვევაში არა? ხო, ნუ lambda მოუწევს მაგ შემთხვევაში და იგივენაირად იმუშავებს როგორც mix-up-ი უბრალოდ. ხო? ხო. ოკეი. მოდი დავფიქრე, შეიძლება მე შეიძლება, ანუ ისე ეს კარგად არ წამიკითხი, ანუ ამის მოგამიყო რომ ვა, მაგარია, უცებ გადავავლე თვალი, ვა, კაია და მოდი გავარჩიოთ. ამ ბოდიში ისევ ბევრი დრო არ მქონდა სამსახურის უადრო რაღაცების გამო. ვიფიქროთ მაშინ, ანუ თუ მოხდა ერთგვარი კლასი, ანუ ეს იქნება 1 და ანუ კაზე მეტი ანტოლი თქვა და არ შესრულდა და ხო თუ არ შესრულდა დავიკიდეთ ნაკლები ანტოლი ესეც არ შესრულდება იმიტომ რომ 1 არის 1 გაყოფილი ნორმთელ თქვა და ეს არის 2 ხო თქვა 2-ზე ნახევარზე ნაკლები ანტოლიც არ არის კი ბატონო და ხო აქ lambda მოვიდოს კი ბატონო ანუ ესენ ჩაიჭრება რა აი გასე კასრას არჩევ მაგრამ ну ალბათ ისე არჩევ რომ ეგ არ მოხდეს რა და მაგას გაითვალისწინებ. კი ბატონო, k majority ხო? ну ეს არის იდეა რა და დალში უკვე არის k ის და ანუ ამან აჩვენა, ანუ როგორც არის ეს რა, როგორც ხდება, ხო? ამის ფსევდოკოდი როგორ არის? ანუ დასემპლე რაღაცა წყვილი, x-იური, x-იური, მაგათ წყვილი დასემპლე, დასემპლე ბეტა განაწილებით lambda x-ზე გააკეთე პირდაპირ lambda-თი გააკეთე ჩვეულებრივ mix-up-ი და lambda y-ი გამოთვალე და მე მაგის მიხედვით გააკეთე mix-up-ი, ნუ remix ქვიათ ამათთან. და მე ჩვეულებრივად gradient descent-ი. ეს არის ამის ფსევდოკოდი. ამის ინტუიცია ხვდებით ხო რაც არის, ანუ შენი და მოიცა სადღაც იყო კაი ფოტო. ნახე, ესაა ძალიან კაი ფოტო. ეხლა შევადაროთ ERM-ის mix-up-ის და remix-ის decision boundary-ები რა. და ეს არის რაღაცა სამი სხვა დატასეტი. ERM-ა ნახე როგორი სწორი ხაზი იქნა, mix-up-მა smooth იქნა, remix-მა გაატარა. ანუ ამაზე ეხა ალბათ ნუ ეხა ნუ აქ ისეთია რა, ანუ ამის მუღამი რა არის, რომ ნახე რატო არის საჭირო ეს რა, რომ ნახე აი აქ რო გიჩვენებს არის ფოტო. ნახე. ანუ შენ რო გიჩვენებს სადღაც აქ, ანუ უმეტესობა რაღაცები იტყვის, რომ დაუბალანსებელ მონაცემები ისე ავლებენ decision boundaries, რომ აი მაგალითად აი აქ, აი ამას დააკვირდით ყველაზე, აი ესა ყველაზე კაი მაგალითი რა, ვიზუალურად. ეს ახლა დავკიდე. ნახე ERM-მა ისწავლა რელუები ქონდა დიდი ალბათობით და ისწავლა აი ასეთი neuroxas რელუები ქონდა, აი ასეთი რაღაც ისწავლა. რაც ეხა ნუ ალბათ დამეთანხმებით რომ არის ჩემი აზრით არის overfit. დამეთანხმებით ამაზე რომ overfit-ია? კი, რავი, ნაწილობრივ.
გავს. ეხლა არ ვიცით რეალური განათლება რა არის, მაგრამ ნუ ეჭვი მაქვს, რომ აქ აი რაღაცა ანუ ეგეთი ის არ უნდა იყოს. თუმუნის დაწესეთი არის, თუმუნი ხო ესეთი და ესეთია და ნუ უკვე იცი რომ აქ თეთრი წერტილები არის. აი მარჯნივარი რეფერენსის ის რა ქვია, სუსუ მარჯნივარი რეფერენსი. ხო, ბაზარი არა. ხადია overfit-ია რა. ხო, ეს არის ხო ეს და ნუ ცაცხა overfit-ია ეს მართალი ხარ. ერთ ესეთი იყოს, ხო, მაგალითად. და ეს არის mix-up-ი. mix-up-მა რაც ქნა, არის რომ საკმაოდ smooth-ია, ანუ აქ overfit-ი ნამდვილად არ გაქვს, მაგრამ შეიძლება თქვა რაღაც რომ underfit-ი გაქვს, იმიტომ რომ ნახე რამხელა ის წაიკიდა, რამხელა თეთრი წერტილები დაიკიდა. და აი ამან უფრო smooth-ი გააკეთა და მიცა საშუალება, ნახე decision boundary ძალიან მიაჩოჩა majority class-ისკენ. ოღონდ ეს ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არის ძალიან რომ მიაჩოჩო, ხო ეგ უნდა აბალანსო. იმიტომ ძალიან თუ მიაჩოჩე, მე იტყვი რომ აქ ამაზე იტყვი ის არისო თეთრი და ხო არ არის ეს თეთრი. ხო, ხვდებს რაც ვამბობ რა, ანუ ეს თეთრი არ არის, დიაბლობთ არის შავი. მაგრამ ეგ უნდა აბალანსო. მაგით არის ტაუ და პარამეტრები და აბალანსო, მაგრამ ეს გაძლევს frameworks. ანუ remix-ი გაძლევს frameworks, როგორ ემუშავო დაუბალანსებელ მონაცემებს. აუგმენტაციით. ანუ ეს remix-ი ცადეთ, აბა იქ ანუ ჩემი რაც მინდა დღეს, ანუ დავალებას მე ბოლოს გეტყვით, თუ დავალება რა, ანუ თლიანი თვის დავალება გაქვთ, ხო ეს სამი კონტესტი. remix-ი და mix-up-ი ცადეთ. ორივე და შეადარეთ შედეგები. და მესამედეც ხო რაღაც ეს ეხა ნუ რავი რა არის, ძალიან უხეში, აი ძალიან უხეში decision boundary-ა. mix-up-ი საკმაოდ კარგია. remix-ი საკმაოდ კარგია, ოღონდ ნუ უფრო თუ დააკვირდებით, უფრო მიჩოჩებული არის ეს decision boundary majority class-თან, ვიდრე მანამდე იქნებოდა. ისე და ეს remix-ი რაღაცა ყველაფრის solution-ია და ეგრე გაკეთო არა, ანუ ამასაც ბალანსი ჭირდება, რომ სწორი პარამეტრები აარჩიო და შეიძლება sensitivity-იც იყოს. ხო, ანუ просто ნუ ეს აჩვენებს სასახა იმას, რომ ნუ mix-up-ის ვარიაცია დაუბალანსებელ მონაცემებს. ამის თქმა მინდოდა. ნუ აქ არის ზოგადად ეს არის ნახსენები აქ ამ paper-ში და ვერ მოვასწარეთ აკითხოთ, უნდა წაიკითხეთ. საინტერესო paper-ი ჩანს. Stanford-ი და Toyota Research-ის ხალხი არის და დაუბალანსებელი მონაცემები label distribution area margin loss-ი. რაც ISD არის, ანუ ამ ორი იდეის ის არის რა, გაერთიანება როგორც მივხვდი. ანუ რაცა remix-ი არის, mix-up-ი და ამის გაერთიანება. და ხო ვერ მოვასწარე ამის საკითხვა ნამდვილად, მაგრამ ნუ თუ რამე მოგცემთ და წაიკითხეთ. კი ბატონო, ეხლა მოდი ვილაპარაკოთ კიდე ერთ mix-up-ის სტილის აუგმენტაციაზე, რომელიც არის cut mix-ი. სანამ cut mix-ზე გადავალ, უცებ მინდა კითხოთ. პირველივე სიტყვა არის რეგიონალური dropout-ი. კითხვა არის თუ გახსოვთ, რა განსხვავებაა dropout და regional dropout შორის? და ვაფშე რა არის regional dropout-ი? რეგიონალური dropout-ი არის რაღაც კონკრეტულ ნაწილს რომ dropout თლიანად და არა თლიან სურათს. ვაიმე გიგი. არა ხო? აი კალიბრაციის პრობლემა გაქვს, მაღალი confidence-ი თქვი, დიდი სისულელე. ხუმრობ ცხადია, მაგრამ ნოხაზმო. ჩოვლებრივ dropout-ი ხო რანდომულად dropout-ს და ნუ სახელიდან გამომდინარე ის იდეა მაქვს რომ იმის მაგალითად რომ რანდომულად დაუდროპოთ ნეირონები, რაღაცა რეგიონები იდროპება ნეირონების თვითონ. სად გამოიყენება ახლოს ხარ? სად გამოიყენება? რა თქმა უნდა, იმიჯებში გამოიყენება cut mix-თან ახანაგ. როგორ? მეც აქვს თქვი. რაღაც ხონად გავიგე მე. აი კიდე ერთხელ თქვი აბა. გიორგი შენც მოგისმენ. კიდე ერთხელ შეიძლება მე არასწორად თქვი რაღაც. მედი აბა. გიგაი მეორე. ანუ random ანუ просто dropout-ი გეგენა ხო თქვა ეხლა რომ random-ზე არა რაღაცა რეგიონებიოდა ეს რეგიონი არ გითქვია რა არის ანუ შენ იდეა იყო რომ ხო არა რეგიონი არ მithkoms ხო ხო იდეა რომელიღაც თლიანი channel-ი იდროპება თლიანი channel-ი იდროპება ანუ regional dropout-ი გამოიყენება იმიჯებში და არის dropout 2D dropout 2D layer-ი არის regional dropout შეიძლება dropout-ი მხოლოდ ნეირონებს მთიშავს ხო ან layers თიშავს ალბათობით ეს თლიან channels თიშავს. გიორგი შენ ის თქმა გინდა? ანუ მეც თვითონ regional dropout-ი
რომ ანუ რეგიონებს დროყავს დინამიკა გაუყვან, ანუ ეს გამოიყენება მაგალითად transparent image-ები რომ გვაქვს მაგ შემთხვევაში, რომ ანუ ზოგი არეა არ არის იმიჯში შევსებული და ანუ რეგიონი არის ამოჭრილი რო თქვა. ოკეი, ხო, მაგაშიც გამოიყენება ალბათ, ხო, არ გამახსნე ხა მაინც და მაინც. ზოგადად, ნუ robustness-ისთვის არის და რეგულარიზაციისთვის, ხო, ეხა ეგეც ლოკურ მაგალითად ჩანს. ხო, მოკლედ ეხა ჩვეულებრივად ResNet-ი ტრენინგდება ამ დატაზე, Mixup-ი ტრენინგდება ამ დატაზე. კიდე არის ეგეთი cut-out-ი, რომელიც პროსტა აშავებს და ამობს რომ ძაღლი არისო, პროსტა პიქსელებს აშავებს. და cut-mix-ი არის Mixup-ის იდეა, სადაც Y ანუ remix-ისგან განსხვავებულია. აქ X-ები იცვლება სხვანაირად და Y-ები Mixup-ით, იქ პირიქით იყო, ხო? X-ები Mixup-ით იცვლება და Y-ები სხვანაირად. ხო და რა ხდება მოკლედ, აი რაღაც ფოტო ისემპლება ეს საწყისი ანუ bounding box-ი, ანუ bounding box-თან შოშდა. ისემპლება ადგილი, საიდან უნდა ჩაისვას და მაგის ორი ცალი, აი კოდმეც განახეთ ხა პარები და ფორმულას და ისე ქნათ. ანუ M მატრიცა ისემპლე, ანუ M ანუ აქ იდეა იგივე არის. ოღონდ M-ი არის მატრიცა, სადაც ერთები წერია იმ ამოჭრილ ადგილას, დანარჩენი ყველგან ნულები და ნუ ეს პირიქით გამოდის, ხო? ერთი გამოდის ნულები ამოსაჭრელ ადგილას და ერთები ყველაფერი სხვაგან. და ეს არის რომ ნუ X-ასაც ამოჭრილს და ამატებ ამას და ესეც მათემატიკურად ესე მარტივად გამოდის რა. და ეს M-ის საიდან უნდა მიიღო, ეგ ისემპლება ანუ კოორდინატები რა, ანუ XY კოორდინატი ისემპლება და სიგრძესიგანე ისემპლება და ეს XY-კი რაცა უნიფორმით ისემპლება W და H-დან და მერე სიგრძესიგანეს ასე ასკალირებენ. 1 - ლამბდათი რომ, ოღონდ ეს 1 - ლამბდა ესეც ვერ მოასწავლე, წამეკითხა. ეს 1 - ლამბდა საიდან მოვიდა და არ ვიცი. რატო 1 - ლამბდა? ნუ იდეა არის რომ ანუ რა ლამბდა რა შვება, ხო? მაგრამ ორივეზე ეს ხო იმისთვის არის. ეს ხო საიდანაც იჭრება. და საიდანაც იჭრება, აქ Y-ი ლამბდათი არის და 1 - ლამბდათი გინდა, ხო? არ ვიცი ეს 1 - ლამბდა საიდან მოვიდა? რა მათემატიკა უდიდას უკან? რატო არა პირდაპირ ლამბდა? მაგალითად. ხო, არ ვიცი, რატო ფესვი? ასე არ ვიცი. ამიტომ ხო არ ვიცი, ეს არ წამიკითხავ და შეიძლება თქვენ წაიკითხოთ. და ასე ტრენინგდება და ნუ ესეც ხა ერთგვარი რეგულარიზაციაა, ხო? ესეც გარანტიას იძლევა, რომ და ეს კიდე რა არის, ხა ეს რატო მოიფიქრეს ეგ რა? რომ ლოკალიზაციის ფიჩერებისთვის არის ეს რა. ანუ mix-ups და კიდამ remix და რაღაცებს აქვს ეგეთი პრობლემა, რომ ეგენი კი კარგია და კლასიფიკაციის მოდელს კარგად ატრენინგებენ. მაგრამ ზოგჯერ ხო კლასიფიკაციის მოდელს იყენებ backbone-ად რაღაც სეგმენტაციისთვის, object detection-ს ან backbone-ად იყენებ რაღაცეებისთვის, ხო? და ეგ mix-out-ით დატრენინგებული, mix-up-ით რა mix-out-ით კაცო. Mix-up-ით დატრენინგებული არ ნიშნავს, რომ ლოკალიზაციაში რამე მაგარია, ხო? ან თავის ტრენინგის პროცესში ამ ლოკალიზაციის ფიჩერები არ არის. მაგრამ აი აქ მოდელი ლოკალიზაციის, ანუ localizable feature-ებს სწავლობს კარგად რა, ანუ გეომეტრიას უფრო კარგად ითვისებს. ამიტომაც ნუ ესეთი დატრენინგებით ბევრად უფრო კარგად ტრენინგდება თქვათ სხვა task-ებზე რა, object detection-ი და ასე შემდეგ რა, სეგმენტაცია ნაკლებად ალბათ უფრო. Object detection, ლოკალიზაცია და ნუ კლასიფიკაციაც რა. ხო, და მოკლედ ნუ აქ ნუ ყველას აჯობეს. ეგრე ნუ ყველა paper-ი ხო ყველაფერს ჯობნია, ყველა paper-ში. და ხო, რა ნუ აქ არის შედეგები და ესეც შეგიძლიათ ცოტათი გადახედოთ აქაც რა. ანუ ეს ვერ მოვასწარი, ეს ჩვენი დღევანდელი მასალა არც ყოფილა. პროსტა რაღაც იდეებს გესვრით აქედან და იქიდან რომ mix-up-ი კიდევ უფრო კარგად შეკრათ რა. ხო, აგერ აი ყოფილა აგერ detection-ი, image caption-ი და ნუ რაღაცებში ხარ, აი mix-up trained-ი, cut mix trained-ი და ნუ cut mix trained-ში ყველაფერში მოიმატა, აგერ mix-up-მა ზოგში დააკლო. რაც ლოგიკურიცაა, ხო? cut out-მა ზოგში დააკლო. აგერ SST-ზე მოუმატა, ხო, ვერ იტყვი რა.
კი ბატონო. ხო, image captioning-იც ისეთია, სადაც ლოკალიზაცია მნიშვნელოვანია. ანუ მთლიანი სტრუქტურის ახმა მნიშვნელოვანია. კი ბატონო. და ერთხა ვიტყვი, ეს არის augmix-ი, რომელიც არის Google-ის და DeepMind-ის paper-ი. და augmix-ი არის საკუთარ ყველაზე კომპლექსური აქედან. აქედან ყველაზე კომპლექსური, ანუ cut-out-ი არის ეს, mix-up-ი არის ეს, cut-mix-ი არის ეს და augmix-ი არის, რომ ანუ იმას ხო ხვდებით, რომ ეს ყველა ამავდროულად არის რეგულარიზაციაც. ანუ აიძულებს მოდელს, რომ არ დაიზეპიროს რაღაცეები. ერთი მიმართულება ეგ არის, მეორე უკეთესი ტრენინგი, უკეთესი decision boundary არის, ის წეღარ 4 ჩამოთვალე. ყველა მაგას ემსახურება რა. ეს augmix-ი რას აკეთებს? augmix-ი აკეთებს რაღაცა რაოდენობის corruption-ებს, როგორც წინასწარ არის გასაზრული რა სტილის corruption-ები შეიძლება იყოს. და ორჯერ აკეთებს მაგას, ორჯერ აკეთებს სამ სხვადასხვა augmentაციას. და საბოლოო ჯამში, ანუ ეს augmentაციებს აკეთებ რა რაღაცა, ეს შეიძლება იყოს rotation-ი რაღაც ეგეთები რა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ loss ფუნქცია, ანუ ამ loss ფუნქციის გამო ღირს მარტო ამ paper-ზე ლაპარაკი. ანუ ნახეთ რა არის, რა საინტერესო loss ფუნქციაა. პირველი არის, რომ ჩვეულებრივი კლასიფიკაცია. ანუ ორიგინალი ფოტოთი შენ ორიგინალი მასე კლასიფიკაციის მოდელმა რა ქნა. შენ მარტო ნახე, კიდე რას აკეთებ, იცი, აქ კიდე საინტერესო არის ეგ რა, რომ შენ მერე mix-ups აკეთებ, უბრალოდ მახსოვს როგორ აკეთებ. ხო, ნახე, ესე იგი დირილხეთი აკეთებ ამ mixing weight-ებს, კი ბატონო. ანუ თითოეულ ტრანსფორმაციებს ვაკეთებ, მე მაგათ ერთმანეთში mix-up-ით ჯამავ და მაგათ დირილხეს, რაც არის ალფა ბეტა განაწილების ესეთი მულტივარიაციული რა, მულტიპარამეტრი ვარიაცია. მე აკეთებ რაღაც ოპერაციებს, compose ოპერაციებს აკეთებ, მე ამაზე გააკეთებ. ხო. და აი ამას აკეთებ დამავიზე, ხო ეს უნდა მეთქო, თავარი ეს არის ერთი თავარი კიდე. რომ აუგმენტირებულ ფოტოს უმატებ ამას. ანუ ესეც რაღაც ხრი mix-up-ია, ცოტათი mix-up-ია. რომ აუგმენტირებულ ფოტოს, ანუ პროსტა, ანუ ისე ხო საწყის კერა და არა მოიცა, origin მოიცა, არა სწორად არის ეს. ხო, ამას თავისთავად უმატებ უბრალოდ, ხო? არა, მას საკუთარ, ანუ origin ფოტოს უკეთებ chains და აუგმენტაციაზე ჯამავ ამას. მაგრამ მე აკეთებ ამას, ხო, ამას აკეთებ mix-ups, ხო, ამერია ბოდიში. ანუ მე mix-ups აკეთებ. ანუ ამით ხო აუგმენტაცია გაუკეთე, მაგრამ მარტო აუგმენტაციას არ უყურებ. იმას ResNet-ს გავს, ანუ residual connection-საც ამატებ, ანუ origin-საც ამატებ. და ამ M-ს აკეთებ ბეტადან იმ lambda-სავით და შეიძლება mix-ups აკეთებ რა. ეს ყველაზე ნავაროჩენია როგორც მიხდი რა, ეს augmix-ი. რა ქვია? augmix-ი ხო. და ანუ ამ chain-ებს ვაკეთებ ამ ოპერაციებისა სხვადასხვა augmentacიის. მე ამ ერთმანეთს საკუთარ თავს უკეთებ ამ augmentაციას, ანუ augmentაციას ჯამავ, ბოდიში საკუთარ თავს არ უკეთებ. augmentirებულ ფოტოებს ჯამავ ერთმანეთში. კი ბატონო. და მე აკეთებ augmentirებული ფოტოს და საწყისი ფოტოს mix-ups. და მე ნახეთ რას აკეთებ. ეს არის შენი მოკლედ ანუ გარდაქმნა რა, დატისი რა. ანუ შენი loss ფუნქცია ნახე რა არის. შენი loss ფუნქცია არის სამი რაღაცისგან შემდგარი. პირველი არის ჩვეულებრივი x2 ან საწყის ფოტოზე prediction როგორი გააკეთე. რომ ამათ არ უნდათ რომ ძალიან გაექცეთ ამ mix-up-ებში და რაღაცეებში და loss-ში ისიც შეიძლება რომ არ დაგავიწყდეს რომ კლასიკურ ფოტოზეც უნდა გააკეთო. ამისი ზუსტი ახსნა და ცადეს ამის გარეშე და ამით უკეთესი იყო თუ საიდან მოვიდა ზუსტად ეს ინტერესს არ წამიკითხავს. თუ დაგაინტერესებს წაკითხეთ რომ ცალსახად საინტერესო paper-ებია. და მე არის Jensen-Shannon-ის divergence, რაც არის Kyle divergence-ის ნაირი loss ფუნქცია. ეს არის ცოტათი ნავაროჩენი Kyle divergence-ი. Kyle divergence-ში სიმეტრიული არ არის და რაღაცა პრობლემები აქვს. არ არის სტაბილური რაღაცები და იყენებენ ამ Jensen-Shannon-ს, რომელიც შეიძლება დაგულოთ როგორი არის რა. და აქაც არის ორგანაწილება შორის, ნახეთ, ეს ანუ ორგანაწილება შორის ამდენ განსხვავებულია მაგას ამოწმებს რა. ამ შემთხვევაში 3-ისთვის არის მგონი. ხო, იმიტომ რომ აქ ხო არ არის. წეტემზიმეში გულისხმობ რომ ორივე ეჯამება, ანუ დამატებით lambda ჯერ
ჯენსენი და მოიცა თუ ზოგადად მახსოვს ერთხელ ეს არის და ანუ სამი ლოსი მახსოვს და მოიცა რატომ მახსოვს აქ სამი რო არის ცოტა ლოგიკურია, იმიტომ რომ ანუ რო წავიკითხე ეს ალგორითმი თვითონ მაღლა წერი რომ სტოხასტიკურად არის გენერირებული x1 argmix-ი რა. ხო, algmix. overfitting-ის თავიდან აცილების მიზნით არის ეგ რომ ორჯერ გააკეთონ ეგ similarity-ის ჩეკი, იმიტომ რომ შეიძლება argmix-ით ერთხელ არა, უბრალოდ რიცხობრივად მახსოვდა რომ ორ ლოსად აკეთებდი ცალკე და არა სამში არის, კი ბატონო, ხო. просто ну ეს როგორც მახსოვს საბოლოო ჯამში ორად იშლება როგორც მახსოვს არის რომ ეგ ორად იშლება თუ სწორად მახსოვს მაგრამ ну წასაკითხია რა ანუ ეს გამოსახულება იშლება ერთი არის ეს როგორც არის ორ შორის არის ჯენსენ შანონი დივერჯენტი არის ორ განაწილებას შორის სამ განაწილებას შორის არ ვიცი როგორ არის ქვემოთ არის ალბათ გახსოვს და შევხედავთ მაგას მაგრამ ფოტოზე ვნახოთ ფორმულა არის წესით ორ შორის კი ან თვითონ divergence ფორმულა ორ დისტრიბუციას შორის არის ხო ანუ ნახევარი რაღაც საშუალო ჰარმონიულს გავს რაღაც ხრივ ესა L divergence-ების რა ანუ ეს ნახევარი არის ნახევარჯერ L divergence-ი S-ა ორ განაწილებას შორის პედაკუ განაწილება S-ა და P + Q-ს ნახევარ შორის და ეს ნახევარჯერ paper-ში ეწერა ეგ ოღონდ 3-ისთვის ანუ L divergence აი მესამედი ოკეი მაგას მახსოვდა ბაზარი არ არის კი ბატონო ხო ისე არ წამიკითხია მართალია ხო სამად არის გაშლილი სადაც ამ მესამედებზე არის კი ბატონო სადაც n იქნება ამათ საშუალო კი ხო მესამედი იქნება კი ბატონო საშუალო ხო და ხო ანუ ნუ იდეა არის რომ რაღაც ხო საბოლოო ჯამში მოკლედ გინდა რომ ამ სამ შორის არ იყოს დიდი სხვაობა ანუ ამით რასაკეთებ ხო ანუ შენ გინდა რომ შენი მოდელი როგორ თავდაჯერებულადაც აპრედიქტებს რა თავდაჯერებითაც აპრედიქტებს სწორზე აუგმენტირებულზეც ეგრე იყოს ანუ ვიღაცა ვერ მოვიდეს და პატარათი შეგიცვალოს აუგმენტირებული და სხვა რამე დაგაპრედიქტებინოს ესეც კალიბრაციის და რაღაცების ამბავია რა ნუ მუღამი რა მაგარია scale divergence ვინც არის ზოგადად ფუნქცია რომელიც ზომავს ორ განაწილებას შორის სხვაობას ხო რამდენად განსხვავებული განაწილებები არის და შენ გინდა რომ ნახე რა განაწილებებს უყურებ რას დააპრედიქტე y-ი აუგმინზე, ანუ შენი საბოლოო, ანუ prediction-ის განაწილება, როცა ამ აუგმენტირებულზე რასაც აპრედიქტებ, ეგ უნდა იყოს ძალიან მსგავსი, ну ლოსი ეგრე წავა, რომ მაგარი ლოსი გენება თუ არ არის. იგივე რაც მეორენაირ აუგმენტაციაზე, ერთნაირ აუგმენტაციაზე და მეორენაირ აუგმენტაციაზე. ხვდებით? ანუ ნაღდზე როგორც პასუხობ ეგრე გინდა რომ პასუხობდი აუგმენტირებულზეც. რა ძალიან მაგარი იდეაა. თან ორია. ორი, იმიტომ რომ უფრო დაასტაბილურონ ის იდეა, რომ მხოლოდ ერთზე შეიძლება რაღაცა გაიქცეს, ძალიან სხვანაირი იყო და ორი განსხვავებული ვაფშე, თან ორი რანდომ სემპლავ რა, სემპლავ რა ოპერაციები მოდო რათან მიმდევრობით რა. და ორ სხვადასხვა რანდომ რანდომ ტრანსფორმაციებია მოდებული ზემოდან. ოღონდ ნუ ყველა ტრანსფორმაცია არ არის მოდებული, რაღაც ბლარი და რაღაცები არ არის, იმიტომ რომ არ უნდა რომ ტესტებიდან მოიპარონ, იმიტომ რომ ტესტებში ეგეთი შეტევები აქვს, სადაც ბლარს და რაღაცებს ამატებენ და ეგ თუ მაგაზე თუ დაატრენინგე, მერე მაგაზეც ის გამოვა და მერე სხვა რაღაცას გიპოვიან რა. და ანუ აქ ატრენინგებ ზოგად როტაციას და ეგეთ რაღაცეებზე, რაც არა მარტო აი dual-cell ატაკებისთვის არის, არამედ ზოგადად robustness-ისთვის არის მოდელიც. და ესე ძალიან მაგარი paper-ია რა, ეს აუგმიქსი. იდა ესე ხა დეტალურად წავიკითხოთ, ალბათ კიდევ უფრო ბევრ კარგ რაღაცას ვნახავთ. просто ხო ეხა არ წამიკითხია, კიდევ ერთხელ გეტყვით, просто ვარისერჩებდი, რამდენიმე ვიდეო ვნახე ამათზე, ნუ მიქსაფი ცხადია, კარგად წავიკითხე. აი, რამე კითხვები ხო არ გვაქვს? მაგარი იდეები გავიარეთ ჩემი აზრით და ძალიან საინტერესო იდეები. აბა კითხვები. ისფენ ნიკოლას. ხო, ერთი რაღაც მაინტერესებს, მაინც რომ ანუ იმიჯებისთვის იყო ძირითადად განხილვა რა, ამ paper-ებს როცა ვკითხულობდით და აი ძალიან ზოგადად რო ვთქვათ და მოვიდა ესეთი ტასკი, რომ სურათი არა და იმ ანუ ტაბულარული მონაცემია, მაგრამ ანუ იგივე solution-ი შეიძლება მოუძებნოთ, შეიძლება თუ არა ეს მეთოდები ვიხმაროთ. მიქსაფი ამბობს, რომ ტაბულარულზეც იგივენად გადაითარგმნა.
ან mix-up-ი ამბობს, რომ ტაბულარურზეც გადაითარგმნა. Table 4 სად არის? ეს არის Table 4? Table 5. Table 4. ხო, აგ რაღაცეებზე ანუ mix-up-მა აჯობა. აჰა, ოკეი. ნუ ამბობენ მაგას, ასე ნუ mix-up-ა განში და რაღაცებით სადეს და აუდიო, მაგრამ აუდიო იგივე ფოტოებია რაღაც მხრივ, ამიტომ გასაგებია ყველაფერი. მაგრამ ხო, ანუ ტექსტზე ეს ვერ წარმოვიდგინე. პირდაპირ გეტყვი, ტექსტზე ვერ წარმოვიდგინე ეს. ხო, ნუ გააჩნია თუ RNN-ს რაღაც ეგეთ სიხმარს სადაც ნეირონებია, მაშინ ალბათ შესაძლებელია, მაგრამ თუ არ იხმარ, მან როგორ იზავ? ანუ კლასიფიკაციის ტასკი თუ გაქვს და რაღაცა ნეირონულ ხსხმარო, მარტივი არა, გარდაქმნას როგორ იზავ თქო რა, მაგას გეკითხები. იმის რა ქვია, ოკეი, ხო, რავი, ემბედინგების გარდაქმნაც შეიძლება. Input embedding layer-ი კონდეს და embedding layer-ი ჯერ დაატრენიგო მერე გარდაქმნა. ხო, რავი, ანუ შეიძლება არავის უცდია, მაგრამ ინტუიციურად შესაძლოა. ხო, არ ვიცი, შეიძლება. ან ხო, ისე ისე რაღაც ვერ ვიტყვი რომ აი რა ცუდიდია, ვერც იმას ვიტყვი უეჭველი. უნდა წადო ალბათ და არ გამოვა ან არა. ან იქნება სტაბილური ტრენინგი, ან მაგარი არა სტაბილური ტრენინგი. კარგი. Hatmix-ით ტექსტზე შეიძლება. რომელი? Hatmix-ი. რაღაც ნაწილი რო წაშალო და მეორე ტექსტიდან ჩასო. კი ბატონო. არა. ეგ ალბათ შეიძლება კი. მაგრამ ეგ ძალიან ურევს, აი ძალიან რევს ეგ და ფოტოზე ეგ ისეთია და ტექსტზე არ ვიცი რამდენად გამოვა. მაგრამ შეიძლება მაგ ესე და არ ვიცი, არ მომიძებნე, არ დამისერჩებია, სპეკულაცია იქნება ნებისმიერ რაღაც რაც არ უნდა თქვა, ამიტომ შევიკავებ თავს კომენტარის გაკეთებისგან. კაი, გავედით ბოლოში. ეს გავედით ბოლოში ხო თუ კითხვა იყო? არა, დამეჭირა. ოკეი. კაი. გისმენთ? შენს დაგეჭირა, ხო? არა, არ დამეჭირა. ისა paper-ში წადეს მაგალითად 3 ფოტოზე ან 4 ფოტოზე თუ მხოლოდ 2 ფოტოზე. როგორც მახსოვს არ უცდიათ. მაგრამ საინტერესოა. საინტერესო, მაგრამ ეგ საზე მგონია რომ და მან ინტერპოლაციას როგორ აკეთებ? რავი, მარტივად 3-ის ინტერპოლაციას. ხო. და Y-საც იგივეს უკეთებ და შეიძლება ძალიან ნამეტანი იყოს მოდელისთვის, ძალიან რთული იყოს მოდელისთვის, შეიძლება, არ ვიცი. მგონი არ უცდიათ, რამდენიც მახსოვს არ უცდიათ. ხო, გიორგი. მგონი სამზე და უფრო მეზე ინტერპოლაცია ჯობია, ანუ ჩვენ როდესაც გავაკეთებთ ინტერპოლაციას, ანუ ეგ ფოტო დავამატოთ ან ჩვენ ტრეინინგ სეტში. და მე რანდომული შანსით ხება, ანუ კიდევ სხვა ფოტო დავამატოთ მაგასთან. ხო, კომუნიკაციით შეიძლება ეგრე ჯობდეს, კი. ხო, ეგეც არის რაღაც ვარიანტად, კი. არ paper-ში არ უცდიათ. რამდენადაც მახსოვს. და ისე ალბათ ექსპერიმენტია ჩასტარებელი, ისე და ისე მაგას ვამბობ, რომ ვერ ვხედავთ ცალსახა მიზეზს რატო არ უნდა იყოს და ცალსახარედოს რატო უნდა იყოს ეგრე, რომ უფრო უკეთესი იყოს. ანუ ინტუიცია მეუბნება, რომ ალბათ დიდად არ უნდა იმუშაოს, რომ ძალიან ზედახორა იქნება 3 ფოტო ერთმანეთში. ეგეთი აზრი. მაგრამ შეიძლება იმუშაოს კი. ასე გიორგი? ჩემი ინტუიციიდან ეს იმიტომ იმუშავებს, რომ ანუ ჩვენ მაგალითად 4 წერტილი მოვუყოთ სივრცეზე, ანუ ეს რომ განსხვავდეს ფოტოებს, ანუ პირობითა და ორგანიზმებიან სივრცეზე ავიღებნე, ანუ სიმარტივე და ჩვენ ჩვეულებრივი ინტერპოლაცია გავაკეთოთ, ანუ mix-up-ით. ჩვენ მხოლოდ ანუ 4 კუთხეთსა და მის დიაგონალებზე წერტილებს ვსწრით, რა? კი. ბევრი წერტილია შედარებით 4-თან, მაგრამ ანუ ყველა წერტილს ხდები რასა, მაგრამ მაგას რაც აბალანსებს არის, რომ 4 წერტილი არ გაქვს, ბევრი წერტილი გაქვს. ხო ხდები? კი. მაგას ეგ აბალანსებს, რომ ანუ მან ძალიან ისე შეიკრა მართალია, მაგრამ როცა ბევრი წერტილი გაქვს, ბევრ სივრცეს ფარავ, ხო? ეს ბევრი სხვადასხვა ინტერპოლაციას აკეთებ. მაგრამ რაც სამომხო, ანუ ისე და ისე ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაცა საშინელი იდეაა. უნდა წადო ალბათ და გამოვა, ან არ გამოვა. paper-ში როგორც მახსოვს არ უცდია. კარგი. იდე კითხვები?
ოკეი. ტრენერი. კაი, გამორთავ. ერთი ხო, ხო, გამორთე. გამორთებარემ და ოკეი. მე ხოცა.